გამარჯობა, თქვენ უსმენთ რადიო ჯიპას FM 94-სა და 3-ზე. ეთერშია ბიზნესი პოდკასტზე, მე კი მის წამყვანი ლევან კურცხალი ვარ. პოდკასტის მეორე ეპიზოდში განვიხილავთ საინტერესო თემას, კორპორატიულ გაყიდვებს და ბრენდინგის როლს გაყიდვებში. და გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ტრანსპორტერის კომერციული დირექტორი გიორგი იმელიშვილი. გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედით პოდკასტში. სასიამოვნო პირიქით თქვენთან ყოფნა. საინტერესო გადაცემებით, საინტერესო იდეებით, საინტერესო პოდკასტებით, იმიტომ რომ საქართველოსთვისაც და ჩვენი ბაზრისთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციას უზიარებთ ადამიანებს და პირიქით მოხარული ვარ აქ რო ვარ და მეც მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რაზეც დღეს აუცილებლად ვისაუბრებთ. მადლობა გიორგი. გიორგი, როცა ვსაუბრობთ კორპორატიულ გაყიდვებზე, რას გულისხმობთ ამაში? ძალიან ფართო მცნებაა ზოგადად კორპორატიული გაყიდვები და ალბათ ერთ წინადებაში რო ჩავატიოთ ადამიანებთან და კომპანიებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა და არა გაყიდვა და პროდუქტის სადღაც ვიღაცასთან მიტანა რა. იმიტომ რომ კორპორატიულ გაყიდვებთან ზოგადად ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში ხდება ყველანაირი ქმედების ჩამოყალიბება, ყველანაირი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენი თითოეული შეთავაზება, გადაწყვეტილება თუ პროდუქტი ყოველთვის მაინც გრძელვადიან პერსპექტივაში განხილული ამბავია ხოლმე რა და ჩემთვის ალბათ კარგი გრძელვადიანი მეგობრების შეძენა არის კორპორატიული გაყიდვები, ძმაკაცების და ხუმრობით ბავშვის ნათლებსაც ვეძახით ხოლმე. კავშირების გამო, იმიტომ რომ ფაქტობრივად მაქედან ძალიან ბევრი ახლო ადამიანი შეიძლება რომ შეიძინო თუ სწორად და კარგად უყალიბებ ურთიერთობას რა. იმიტომ რომ ძალიან მჭიდრო კავშირი გაქვს, ყოველდღიურიც შეიძლება იყოს და დობის ფაქტორია მათ. თალსახად, იმიტომ რომ სადღაც თუ პირობითად ყიდი ლიმონადს და მაღაზიაში შედიხარ და ლიმონადს აიღებ, შეიძლება ის ადამიანი მეორჯერ შენთან აღარ შემოვიდეს რა და კორპორატიულ გაყიდვებში ფაქტობრივად საკუთარ ძმაკაცს რაღაცა გადაწყვეტილება უნდა შესთავაზო, გადაწყვეტილება უნდა მიყიდო და ურთიერთობა ხვალ ზეგდა შეიძლება 3 წლის განმავლობაში გააგრძელო რა და კარგი მეგობრების შეძენის და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება ჩემთვის კორპორატიულ გაყიდვები. როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ამ ტერმინზე კორპორატიული გაყიდვები რაც მცდარი ალბათ რაც ყველაზე ხშირად შემხვედრია პრაქტიკაში ეს არის ის რომ მივყიდეთ და ურთიერთობა დავამთავრეთ რა რომ რა კარგია დილი გავაკეთეთ, ჩავხურეთ რაღაცა კარგი აი იმის მერე რა ხდება ამას არავინ არ აკვირდება ხოლმე რა არა და რეალურად იმდენი საინტერესო შესაძლებლობა არსებობს მერე და მერე კომპანიებში იმიტომ რომ პირველი გაყიდვი ხდება რაღაცა ელემენტარული ნდობის ჩამოყალიბება რა და მერე იმდენი სხვა პროდუქტი დამატებითი პროდუქტის შეთავაზება შეიძლება რომელიც რეალურად ბევრ პრობლემას უგვარებს ხოლმე ადამიანებს და კომპანიებს რომ სამწუხაროდ მცდარი წარმოდგენა არის რომ всё ერთი ტრანზაქცია გავაკეთეთ და მან დამთავრდა თითქოს ისტორია რა და არა და მან იწყება ზუსტად ის ურთიერთობა რომელზეც წეგან ვსაუბრობდით რა და ეგ არის ალბათ ყველაზე მცდარი რომ გრძელვადიანი ურთიერთობა კონკრეტულად ბევრი ადამიანი და ბევრი კომპანია ვიცი რომელიც გრძელვადიანად ურთიერთობებს არ უყურებს რა და ნუ ზიან და ელოდებიან რაც ყველაზე მთავარია როდის დაურეკავს შემდეგ შეკვეთაზე მომხმარებელი. გიორგი, ვისაუბროთ შენზეც. იყავი GD Alco-ს senior brand manager-ი. კი ბატონო. ამჟამად ტრანსპორტერის კომერციული დირექტორი ხარ. კი ბატონო. ასე ვკითხულობ ლექციებს რამდენიმე უნივერსიტეტში, მათ შორის JIPA-ს ასისტენტ პროფესორი ხარ. კი ბატონო. C-level brand architect-ი. ახლა ვართ. და მინდა რომ გკითხო, როგორ მოხდი გაყიდვებში და ბრენდინგში? ეს წინასწარ ქონდა განსაზღვრული თუ რაღაც საინტერესო кейსია, ესე რომ გავიხსენო, ეს უკარო გადავახვიო, იმიტომ რომ რეალურად საერთოდ არ ვიცოდი რა პროფესია მინდოდა, რა კლასიკურად როგორც ხდება ხოლმე უნივერსიტეტში ჩავაბარე და არავინ არ ვიცით რა გვინდა, სადღაც ჩავაბარე და რაღაცა ყველა ბანკში მუშაობა, კაი პონტია, რაღაცა ეგ პერიოდია და უბრალოდ მივხვდი რომ საბოლოო ჯამში საქართველოში ბევრ რამეს და ბევრ საკითხს აგვარებს ნეტვორკი, რომელსაც ადამიანები და ურთიერთობები, რომელსაც ვქმნით დროთა განმავლობაში რა და თვითმმართველობაში მოვხვდი პირველი მოხვედრა ესე რომ თქვა რაღაცა კორპორატიულ სფეროში ესე რომ დავარქვათ და ნუ იქ აღმოვაჩინე რომ ბევრი კონტაქტებით, ბევრი რაღაცა პროექტები მოვაგვარეთ რა და მაგ დროს მივხვდი რომ მინდოდა ისეთ ადგილას მოვხვედრილიყავი, სადაც ფულს კი არ ვიშოვიდი, ადამიანებს გავიცნობდი რა.
და შემთხვევით ერთ-ერთ ლექციაზე ჩემ პირველ სამსახურში მოვხვდი, დამსაქმებელი ვინც იყო დირექტორი ამ კომპანიის ჩვენთან ტრეინინგზე იყო მოსული და მაშინ გავრისკეთ, ან ესე ძალიან მორცხვიტები ვიყავი რა, მაშინ არ მქონდა რაც ესე გახსნილად საუბრის უნარი, პრეზენტაციები ცოტა მიჭირდა და ასე შემდეგ და პირველად თქვი რომ მოდი აი თუ მინდა რომ ნეტვორკის აწყობა დავიწყო, აი ამით უნდა დავიწყო და პირველი რაც გავაკეთე, გამარჯობა, მე გიორგი ვარ, სტუდენტი ამადამ უნივერსიტეტის და შენთან მუშაობის დაწყება მინდა რა. ეს იყო პირველი, აი უცნაური ეს, აი მე თვითონაც რო დღესაც რო ვკითხო, აი როგორ ვთქვი და როგორ ამოვთქვი, არ ვიცი რა. და პირველი იყო რომ რატო გინდა დაწყება და პასუხი იყო რომ ბევრი ადამიანის გაცნობა მინდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ვიცი რომ არის ის ოქროს ზოდი, რომელიც მთელი ცხოვრება გაყვებიან და პრინციპში ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო იმ მომენტისთვის და დღესაც რო შევხედოთ ჩემი ცხოვრების, იმიტომ რომ ფაქტობრივად ის რაღაცა დამალული ენერგია შინაგანად გაიხსნა რა, ესე გამოვიდა, თურმე იმაზე მეტი შემიძლია. გამბედაობის მომენტია, ხო, გამბედაობას იქნება. ერთი წელი ფაქტობრივად ამ სამსახურმა, სადაც მუშაობდი, ანუ აი ძირფესვიანად შემცვალა კომუნიკაციის ნაწილში და ნუ დღეს ალბათ არ არსებობს არც ერთი ადამიანი და მე ბევრჯერ გავუტესტე საკუთარ თავში ეს ყველაფერი, რომელთანაც ამე თუ დამჭირდა ვერ დავაკაკუნებ რა, ანუ სადაც არ უნდა დამჭირდეს, ყველგან ვაკაკუნებ და ყველა კომპანია იქნება თუ პიროვნება თუ პირი კომპანიის პოულობ და ასე შემდეგ რა და ალბათ აი ეგ ბიძგი იყო რომ საკუთარ თავში ეს ნეტვორკის აწყობის სურვილმა მიმიყვანა მაგ გადაწყვეტილებამ და გაუცნობიერებლად რომ გაყიდვები ალბათ ანუ იმ ტრეინინგზე მოსმენილიდან გამომდინარე რომ აი თუ გინდათ რომ ბევრი ადამიანები გაიცნოთ და შესაბამისად ეს ამხელა ღირებულება შექმნათ, აი შესაძლებლობა არის რა და მაგან გაანათა რა, აი დავაკავშირე რაღაცა ის ფაზლის ერთი ნაწილი აკალდა რა რეალურად და ჩავსვი რომ აი თურმე ეს ყოფილა რა. მაკედან გამომდინარე მე უკვე გაყიდვებში საკმაოდ ბევრი წელი ვიყავი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პროდუქტებზე, თუმცა მანდაც მივხვდი რომ ჩემ ამ გაყიდვების ამბავს ცოტა მარკეტინგულათაც უყურებდი და ცოტა არასტანდარტულათაც უყურებდი რა პროცესებს რა. შეფუთვის ნაწილში ამ პროდუქტების მიმართულებების კუთხითაც ბევრ რეკომენდაციას ვაძლევდი ხოლმე რამდენიმე კომპანიაში მე თვითონ ვიყავი ჩართული უშუალოდ ამ საკომუნიკაციო თემების დალაგებაში და მაქედანაც მივხვდი რომ მქონდა ესე რომ ვთქვათ მიმუშავებდა რა ტვენი მაგ მიმართულებით სხვანაირად ცოტა და ერთი პლუსი რატომაც მე საბოლოო ჯამში ბრენდის შენების მიმართულებით გავაგრძელე, რამაც ინსპირაცია მომცა და უფრო სიღრმისეულად წავედი, იყო ის რომ გაყიდვები რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნდა გრძნობდე ადამიანი რას გეუბნება, თუ ადამიანი გრძნობ რას გეუბნება და რა უნდა ბრენდის ნაწილიც მეტი არაფერი არ არის ჩემთვის პირადად გარდა იმისა რომ ადამიანის სურვილების შეგრძნობა ესე უხილავად ულაპარაკოთ და მე ამის შეხვედრა ერთმანეთთან რა და მანდაც უკვე ესეთი კარგი ტრანზაქცია იყო გაყიდვების მოკლედ მთელი ეს გამოცდილებით, კონტაქტებით, ადამიანების შეგრძნობით და პულსისცემით ულაპარაკოთ როდესაც გრძნობდი ერთ-ერთმა ჰოლდინგმა GD-ის სახით ფანტასტიკური შესაძლებლობა მომცა რა, იმიტომ რომ მანამდე ეს აქტიურად მარკეტინგის ამბავში არ ვიყავი ჩართული, გარდა კონსალტინგისა და ცოტა გაყიდვებიდან დანახული მარკეტინგისა რა. და აღმოჩნდი GD-ში მე სადაც უკვე ფაქტობრივად ფეხიც ავიდგი და ფესვებიც გავიდგი და ასე შემდეგ, სადაც აქტიურად რიტეილში მაინც ყველაზე სხვანაირად იგრძნობა მარკეტინგის სუნი რა, სხვანაირი საჭიროებები დგას ბრენდებს, სხვანაირად აღიქვამენ და ნუ აი კიდე ბევრი დეტალი დავიჭირეთ ისეთი რომელმაც საკმაოდ კარგი გამოცდილება შემძინა და ესე აღმოჩნდი მე უკვე მარკეტინგის სამყაროში სადაც 5 წლის განმავლობაში სტაბილურად, აქტიურად, მოკლედ საქართველოში საკმაოდ წამყვან და სერიოზულ ბრენდებს ხელმძღვანელობდით მარკეტინგულად. ბევრი ისეთი პროექტიც გავაკეთეთ, რომელმაც best practice-ები გააჩინა რეგიონში და დღემდე საკმაოდ წარმატებულად მიდიან ეს ბრენდები, ესე ვთქვათ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ კარგი საფუძველიც აქვს ჩაყრილი და პლუს ამას არსებობს ნაცადი პრაქტიკები, რომელსაც აქტიურად დღემდე იყენებენ და ავითარებენ რა თქმა უნდა ფანტასტიკური გუნდით.
რა იყო მთავარი შეცდომა, რაც კორპორატულ გაყიდვებში დაგიშვია თავიდან? ცა დაიწყე? ზუსტად იგივე რაც ბევრ კომპანიას მოსდის რა. ერთი გაყიდვაზე ვიყავი ორიენტირებული იმ მომენტზე, რომ ოღონდ ეხლა შენ ეს მომენტი იყიდეთ და ყველაფერზე წამსვლელი ვარ. ანუ ყველა ფასდაკლებაზე, ყველა პირობაზე, რაც კი შეიძლება რომ კლიენტს დაჭირდეს, ოღონდ შენ იყიდო რა. ყუილი მოსულა თუ არა? კი. მოსულა. კი. ოღონდ ისე გზელადიან გაზიანებს. იცი რა არის, უმტკივნეულოდ ყუილი, რომელიც არავის არ აზიანებს რა. ბევრი кейსი ყოფილა, გაბერვა რაღაც მაგალითად. მე უფრო ესე შევხედავდი ამ ამბის, რომ ინფორმაციის გაბერვა სტორიტელინგით რა. გაბერვა ისე რომ მესამე პირში ხშირად არის ესეთ кейსები ქართულ კორპორატულ გაყიდვებში, როდესაც საჭიროებას ვერ ხედავს კომპანია, როგორც წეღან შევეხეთ მაგ ამბავს რა და ყველაზე ცუდი ის არის, რომ შენ რომ ამ ხალხს ეს ყველაფერი დააჯერო, რომ ეს ჭანჭიკი ჭირდებათ აი ამ მომენტში, ან ეს პროდუქტი ამ solutions მოუგვარებს, გიწევს მოუყვანო მესამე პირში кейსი, რომ აი შენ ერთ-ერთ სხვა კომპანიას ამდაგვარი кейსი ქონია და რომ გაითვალისწინეს ეს რაღაცა საკითხები აირიდეს თავიდან, ან ეს რისკები დააზღვიეს, ან სხვანაირად წავიდა მათი შედეგები და ასე შემდეგ რა და პრობლემა მოდის წინასწარ. ხო, ანუ პრობლემას აჩვენებ ოღონდ მესამე პირში უყვები მესამე კომპანიაზე, ოღონდ ტყუილს არაფერს არ იძახი, უბრალოდ ამ ნაწილში ჭყალებში ტყუილი არის ზუსტად ეგ სტორი რა, რომ მესამე კომპანიას რო გადახდენია, შენც ამ გამოცდილებას უზიარებ. ოდეს მესამე პირის გამოცდილებაც ხო არ არის მარტო საქართველოს, ან სოფლიო გამოცდილებაშიც ნახულობ, რომ ვიღაცამ ეს რო გააკეთა, ესეთი შედეგი მიიღო რა და ალბათ ჩემი პირველი შეცდომა რო დაუბრუნდეთ საწყის კითხვას არის ზუსტად ეგ ნაწილი, რომ ერთი გაყიდვით ვიყავი უფრო ფოკუსირებული, რომ ოღონდ შენ იყიდე და ყველაფერზე თანახმავარ და მე როდესაც მივხვდი გასაღებს, რომ თურმე გზელვადიანში უნდა დაინახო რაღაცეები და მარტო დღევანდელი კვერცხით არ არის ყველაფერი გადაწყვეტილი, მე ძალიან კარგი შედეგები დავდე და ბევრი ისეთ საინტერესო кейსიც მაქვს მაგ მიმართულებით რა და შესაბამისად ეგ იყო ალბათ ერთ-ერთი კრიტიკული ფაქტორი, რამაც ცხვირი წავიმტრია და მე ვისწავლე ჩემსავე შეცდომაზე რა. რომ დღევანდელი დღით არ არის და ყოფილა ისეთი кейსები, სადაც კომპანიას 5 ლარი უშოვია მოგების სახით აი ამ ტრანზაქციაში, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ვიყავი გზელვადიანი ურთიერთობების შენებაზე, ესე რომ ვთქვათ, ჩემი მთლიანი მაინდსეტი მაგაზე მქონდა აწყობილი, რომ ამ 5 ლარმა შემდეგ თვეში 10,000 ლარის მოგება მოიტანა რა, როდესაც ამ პატარა კომპანიაზე საუბრობ, ნებისმიერ 100 და 200 ლარს მოკლედ ნიშნულობა გძანდით. კომპანია როცა პატარა, ანუ ახალია, მაგალითად სტარტაპია და ახლა არ იცნობს ბევრი ბაზარზე. როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა დაარწმუნოს ყიდველი რომ იყიდოს მიზგან. როცა მას არ აქვს არანაირი ბექგრაუნდი. ერთ საინტერესო მეთოდი მანდ რაც არის ის, რომ ყველა დიდ კომპანიას, რომელიც ბაზარზე არის, კონკრეტული პატარა მომხმარებლები დიდად არ აინტერესებთ რა. არ აქცევენ ყურადღებას. ფასით შეიძლება ხო მოხი? ფასიც აღარ აინტერესებთ უკვე რა ამ ხალხს, იმიტომ რომ საუბარი მაქვს დიდ შენ კონკურენტ კომპანიებზე რა. კარგი გამოსავალია, რომ საშუალო ზომის პატარა კომპანიები, რომლებსაც ყურადღებას არ აქცევენ, ეგეთ ხალხს დაუმიზნო პირველ რიგში. რაც გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან მაგარი პორტფოლიო შეკრა. და მე ეს პატარ-პატარა კომპანიები იმდენად ახრთოვანებულები არიან შენი სერვისით, პროდუქტით ან ასე შემდეგ. ხო, რომ უკვე word of mouth-ით მაგრად ვრცელდება რა, რომ აი ნახე, ახალი ტიპები არიან, შემართებით არიან, მაგარი ბიჭები არიან და მოდი მიაქცია ყურადღება რა, ნახე, როგორი რეკომენდაციას გიწევენ თამამად რა. ანუ რა ხდება ხო პირველი ნაბიჯები არის, რომ ყველა ეგრევე უმიზნებს დიდ თევზებს. პირველი სამიზნები ყოველთვის ეგენი ყავთ ხოლმე რა და მე მგონია რომ ყველა დიდი შეცდომა ეგ არის და პირიქით უნდა დაიწყო პატარით, ლარი და 20 შიშოვი, შეიძლება ვერც ვერაფერი ვერ იშოვო, დრო დახარჯო, ნერვები დახარჯო, მაგრამ ამათთან კარგი ურთიერთობა უკვე პორტფოლიოს გიქმნის, გამოცდილებას გძენს, დიდების შეცდომებს არ გპატიობენ, ანუ ეგრევე გეტყვიან რომ ნახვამდის, პატარების შეცდომებს გაპატიებენ რა. ხო, იმიტომ რომ თვითონაც რაღაცა ისე განზე გამდგრად თვლიან თავს, იმიტომ რომ დიდი მოთამაშეები იმდენად კარგ პირობებს არ აძლევენ, კარგი გადახდის სისტემა შეიძლება არ ქონდეთ, ძვირი იყოს მათი სერვისი, ხელმისაწვდომი არ იყოს ყოველთვის. შენი მთავარი ღირებულებაც და
ესე რომ ვთქვათ, გასაღებიც ეგ არის, რომ მოდი რა, ჯიგარი ვარ, შენიანი ვარ, მეც აგერ შენსავით ვიწყებ, ერთად გავიზარდოთ, ერთად განვითარდეთ, ერთად შევქმნათ რაღაც საინტერესო და მე უკვე კარგი პორტფოლიო გროვდება და ნუ რა ვერც 3-4 კომპანია ვიცი უკვე ესე ვთქვათ, საკონსულტაციო პერიოდში ვისთანაც მიმუშავია და რეკომენდაციებს დღემდე მირეკავენ მეუბნები ხოლმე ხანრას და ბევრ კომპანიას უთქვამ ზუსტად ეგ ამბავი, რომ აი კიდევ კაი ეგრე დავიწყეთ რა, იმიტომ რომ ზუსტად მაგ პატარ-პატარა რაღაც ატელიეთი და პატარა საცხობი იქნება, რესტორანი თუ სასტუმრო თუ ასე შემდეგ. ყველა შეიძლება გვერდში დგომა და ვერ გძნობენ ამ გვერდში და თვითონ რაღაცას ჭირკედელაობენ რა და შენ ამ დროს ჯიგარი ტიპი ხარ, რომელიც ეუბნები, რომ მოდი რა, შენ თუ 100 ლარით გაიზრდები, მე 10 ლარით გავიზარდო რა, შენთან ერთად ოღონდ რა და ყველა ძალიან ესე ბედნიერია რა. ალბათ ეგ არის, ეგეც ურთიერთობაა რა, თავში რაც ვთქვით, რომ რეალურად ურთიერთობას უყურებ გრძელვადიან პერსპექტივაში. და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეგეთი ტიპები შენგან აღარ მიდიან მე. შენ თუ ძალით არ გააგდე ხა და რამე არ მოიფიქრე, არ მიდიან რა, იმიტომ რომ ბედნიერები არიან იმით, რომ შენ საწყის ეტაპზე პრობლემა მოუგვარე რა და ძალიან სწორ დროს სწორი რჩევა მიეცი რა და ხა რა ჯობია ისეთ ზმაკაც მეგობარს და აქალს არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც აი გაჭედილი რო ხარ რაღაცა ამოცანას რო ვეხსინ და რო გეტყვის, რომ აი ეს ჭანჭიკი დაუჭირე და იმუშავებს ყველაფერი რა და უცებ სამცალს რო ყიდი 25 უკვე და ბედნიერია რა, იმიტომ რომ შენ რაღაცა კონკრეტული სოლუშენი მიეცი, კონკრეტული პროდუქტი მიეცი, რომელმაც ეს რაღაცა დაულაგა რა და მით უმეტეს ახლა მე თვითონაც ტრეინინგებს რო ვკითხულობ ხოლმე, ბევრი ესეთი კომპანიის წარმომადგენელი ხვდება რა ტრეინინგების სივრცეში და აი იქაც მქონია რა არაერთი кейსი, რომ აი 3 რაღაცა რჩევა მიმიცე, რომ ამას მიაქცე ყურადღება, ამას და ამას რა და პროდუქტი კაი გაქვს, ეს კომუნიკაციის თემა დაალაგე, გაყიდვების თემა დაალაგე, თქვათ კორპორატიულად ამას ელაპარაკე. აი უცებ მე რაც მომდის თავში რომ ვეუბნები, ბევრს რო არ ფიქრობ მაინც და მარტივი პასუხები რაც არის და რაღაცა ამას მიაქცე წარმოების ნაწილში პირობითად ყურადღება და ну აი რაღაცა 3 თვის მერე რომ მოუწერიეთ რომ აი კიდევ კაი აქ მოხვდი რა რომ აი ეს რაღაცა რჩევები გავითვალისწინე რა რაც ანუ არაფერი ხა ჩემთვის ესე უყურებ არაფერი რაც განსაკუთრებულს არ ვიძახი რა მაგრამ იმდენად დიდი მოთამაშეებისგან ცოტა მიტოვებულები არიან და შეიძლება არ ახსევნე ყურადღებას რა რომ ესეთი მარტივი გადაწყვეტილებები ბევრ კარგ სოლუშენს ძენს ხოლმე რა და სულ მაგას ურჩევ პირველ ანუ ახალ ნაბიჯებს რო დგავენ კომპანიები რომ ჯერ პატარებით დაიწყე ნუ გაგანცდა რომ ფული უნდა იშოვო და ეხლა პირდაპირ რაღაცა მილიონებს უნდა წაეთამაშო შეცდომებს გაპატიებენ ისწავლი experience აკრიფავ მაგრადთან, იმიტომ რომ ამათთან ყველა შეცდომას შენ თვითონ მიხვდები რაღაცა შეთავაზება არ მოეწონება, ვიღაცას ფაილი არ მოეწონება, ვიღაცას რა და უცებ მე უკვე დიდი თეოსთანაც რომ მიდიხარ სალაპარაკოთ, თამამად მიდიხარ რა და თან ესენი უფრო ექსპერიმენტული ტიპები არიან, უფრო მეტ შესაძლებლობას გაძლევენ, რომ ხო აი ოღონდ შედეგი დავდოთ და ყველაფერზე ოკეი ვარ რა. მაგ ხრივ ალბათ ეგ არის ერთ-ერთი მთავარი რჩევა, რომ დაიწყე საშუალოთი პატარათი, გაიზარდე, იმათთან ერთად გაიზარდე შენ თვითონ, რაც არ უნდა მცოდნე იყო შენი ინდუსტრიის, რასაც თავაზობ რა. აი რომ გამოდიხარ ამ სფეროდან, თავიდან სწავლობ ყველაფერს რა. ანუ სულ რო ეხა მე მაგალითად ალკოჰოლში სხვა კომპანიაში გადავიდე პირობითად, რომელიც ალკოჰოლის დისტრიბუციას აკეთებს, აბსოლუტურად სხვა სპეციფიკა შეიძლება გქონდეს რა. იმიტომ რომ ჯინის და ვისკის გაყიდვა ერთ ინდუსტრიაში და ერთ კომპანიაში და მეორე კომპანიაში განსხვავდება რა. ერთ შეიძლება mass market პროდუქტი გქონდეს და მარტივად შებერო რო იტყვიან და მეორეს გქონდეს ცოტა ისეთი ნიშური გაპრანჭული პროდუქტი და პირიქით ძალიან გაგიჭირდეს და სწორ ადგილას ჭირდებოდეს მორტყმა რა და შესაბამისად რჩევები ტესტირებები სულ მუდმივად ჭირდებათ ხოლმე ამ კომპანიებსაც რა რომ მოტესტონ, გაიზარდონ, განვითარდნენ და ეგ შეცდომები თვითონვე იპოვენ თავის თავში რა. შეგიძლია გაიხსენოს შენი პირველი მნიშვნელოვანი გაყიდვა მაგალითად კორპორატიულ კლიენტთან და რაც იქიდან ისწავლე. კი, თუ ნახავს ჩემი ერთ-ერთი დღეს ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და ძმაკაცი ეს ადამიანი,
ესეთი кейსი იყო, რომ მოკლედ პირველად ვარ შეხვედრაზე, მართლა პირველად ვარ შეხვედრაზე დამოუკიდებლად წასული პირველ სამსახურში და რაც მასწავლეს და რაც ესე რომ ვთქვათ ამიხსნეს, მოვუყევი ყველაფერი რაც შეიძლებოდა, თან ესე შევალამაზე, აქედან იქედან, მოკლედ უთხარი რომ ოღონდ შენ ჩვენ დაკვეთა მოგვეცი რაღაცა კონკრეტული ტექნიკის გაყიდვებზე მუშაობდი მაშინ და ოღონდ ეს ტექნიკის გაყიდვა დაკვეთა მოგვეცი და მოკლედ რა ვიცი, შენთვის ყველაფერს ვიზავთ თქო რა. ცოტა სკეპტიკურად მე რო გადავახვიეთ წლები და დღესაც რო ვიხსენებთ მაგ ისტორიას, ცოტა სკეპტიკურად უყურებდა რომ აი რა მოიგონეს ხო პირდაპირ წავალ და პირობითად ელექტრონიკში ვიყიდიო რა ამ ტექნიკასო და მოკლედ ესე დამთავრდა ეს кейსი რომ საღამოს 6 საათია ზარი შემოდის და იქიდან არის ესეთი პასუხი რომ მოკლედ ხომ მითხარი რომ შენთვის შეუძლებას შევძლებ და ეხა მაქვს ეგეთი кейსიო რომ ჩემი დირექტორი მიფრინავს სადღაც რომელიღაც ქვეყანაში და გარე მეხსიერების ბარათიო ეხა უნდა ვიშოვო. თან ეს ის პერიოდი სადაც 2012-13 წელია და ოკეი მეთქი და ტელეფონი გავთიშე რა 8:30-ზე ჩემი ხელით მივიტანე ეს გარე ვინჩესტერი რა. მაგ დღიდან ვისწავლე რამდენად მნიშვნელობა აქვს აი ესეთ საჭირო მომენტში ნაბიჯების გადადგმას. ესეთ მომენტში შენივე ინიციატივით რაღაცების გაკეთებას ფიზიკურადაც მათ შორის თუ საჭიროა რა. და მესამე თემა რამხელა მნიშვნელობა აქვს ესეთი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. იმიტომ რომ ეს ურთიერთობა დღესაც აი ამ წამამდე მომყვება და ძალიან ახლო მეგობრობაშია გადაზრდილი. ოღონდ დიდ სამეგობროში უკვე რა. რამაც ფაქტობრივად თამამად ვიტყვი რომ მასწავლა ურთიერთობების გემო აი ესეთ საქმიანი ურთიერთობების გემო, იმიტომ რომ მართლა შეუძლებელი გავაკეთეთ მაშინ რა, აი საწყობი გავაღებინეთ ვიღაცას და აი რაღაცა ტაქსის აპლიკაციები იმ მომენტში ესე აქტიური არ იყო საერთოდ, გამოგეძახებინა ხელით, გავაჩერეთ, ტაქსი არ წაგვიყვანა, მე ავტობუსით წავედით რომ მიგვეტანა და ცოტა მიუდგომელ ადგილას ჰქონდათ ოფისი და მოკლედ რომ მივედი და რომ მივიტანე, კაი ნაომარი ვიყავი და ეგეთი საჩქაროც არ იყო, მაგრამ გაუსწორდებოდაო რა, იმიტომ რომ გაუსწორდება ჩემ დირექტორსო რა და თან თემა ის იყო, რომ არ ელოდებოდა რა, უკვე ხელი ქონდა ჩაქნეული, რაღაც დამირეკა, რომ ალბათ ვერ მოგვარაო რა და აი 8:30 იყო, რომ ზარი მეთქი აქ ვარ, მოგიტანეთ ხო და ფაქტობრივად მაგ ურთიერთობებმა ალბათ ისეთი პირველი ყველაზე სასიამოვნოდ დაღლილი ვიყავი და სასიამოვნოდ გაკვირვებული ამავდროულად რა. საკუთარი თავითაც ხო? საკუთარი თავით, მაგრამ უბრალოდ 10 წლის მერე რო გადმოვახვიე ეს ყველაფერი და ის ადამიანი დღემდე ჩემი ძალიან ახლო ძმაკაცი რო არის, აი მაგ ფაქტით რა, იმიტომ რომ ყოველთვის სასიამოვნოდ ვიხსენებ ხოლმე რა. კარგი გამოცდილება იყო და რამდენამეს ნიშნავს, მე ეს ადამიანი რა თქმა უნდა ბევრ სხვა კომპანიაში გადავიდა, მართლა ესე გავყევით ერთმანეთს ბოლომდე და დღემდე ძალიან ესე ახლო და მჭიდრო მეგობრობით ვართ და ალბათ ყველა ადამიანს ურჩევ რომ არ დაეზაროთ არც ერთი ნაბიჯის გადადგმა იმისთვის რომ მომხმარებელს პარტნიორს ან პოტენციურ მეგობარს სამომავლოდ ეგეთ გვერდში დგომა გამოუცხადონ რა და თან ეგეთ დროს გირეკავენ რა ზუსტად რა ყველა იმედი რომ გადაწურული ხთორ ხა სადღაც ხელმისაწვდომი რო ყოფილიყო ელექტრონიკში გარე მეხსიერების ბარათი არც არავინ არ დამირეკავდა რა და მივხვდია ეს ეგ იყო აი ეს ვიგრძენი რომ აი ეგ გასაკეთებელი ხო მომენტი იყო რა რა როლს თამაშობს ბრენდინგი კორპორატიულ გაყიდვებში და სად უშვებენ კომპანიები ყველაზე ხშირად სტრატეგიულ შეცდომებს ჩვენი აზრით? კორპორატიულ ინდუსტრიაში ზოგადად ბევრი კომპანია არის საქართველოში, რომელიც ალბათ არაფერს არ აკეთებს თამამად ვიტყოდი კორპორატიული ბრენდინგის გასაძლიერებლად რა. იმიტომ რომ ძირითადად მათი რაღაცა ურთიერთობები შემოიფარგლება საახალწლო საჩუქრების გაგზავნით. და ზუსტად აი ეგ არის ალბათ ის წყვეტა, რასაც ალბათ ბევრ კომპანიას ურჩევდი რომ შეეცვალა რა. სხვაშორის ეხლა ხანს ერთ-ერთ ესეთ შეკრებაზე ერთ-ერთ კომპანიას ურჩიე რომ შენ როგორც
აპლიკაცია არის, შეგნებულად არ დავასახელებ მაინც რიგი მიზეზების გამო, ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელიც კონკრეტულ ორგანიზაციებს პრობლემებს უგვარებს რა. და ვთხოვე, რომ რას აკეთებთ გარდა იმისა, რომ ეს აპლიკაციას თავაზობთ რა ამ კონკრეტულ ორგანიზაციებს. მეცო არაფერსო რა. და კორპორატიული ბრენდინგის ამბავში რა ნაბიჯები გაქვთ თქვა გადადგმული გარდა იმისა, რომ რაღაცა ტორტს უგზავნით მაგალითად 1 წლის თავზე, 3 წლის თავზე და ასე შემდეგ და ახალ წელს სტანდარტულად რა. მეცო არაფერსო რა. ოკეი, მაგრამ შენ როგორც აი ამ პროდუქტის გამყიდველი, შენი ამოცანა რა არის, რომ ამან ტრანზაქციების რაოდენობა გაზარდოს, გაინტერესებს? არა, რავი ხა. იყენებსო რა აპლიკაციასო და ამ ტრანზაქციებსო რავი ხა რა, ჩემს რა მნიშვნელობა აქვს ხა 1000 ტრანზაქციას გაატარებს თუ 5000-ო რა. და შენი value გარდა აპლიკაციისა რა არის მაშინ, ანუ რას თავაზობ რა, გარდა სწორ გადაწყვეტილებას. მეცო არაფერსო რა, მოკლედ რო ვთქვათ რა და. ოკეი, მეთქი, რამე workshop-ები რო გაუკეთო, თემატური, რომელიც მაგ ინდუსტრიას ჭირდება, ვიღაცა ჩამოიყვანო, ან ადგილობრივად ვთქვათ, არ ვიცი, მარკეტინგულად როგორ შეფუთონ თავიანთი სერვისები, ეგეთი რაც workshop-ი გაუკეთო, ან პირობითად გაუკეთო დამატებით რაღაცა ხელსაწყოების შექმნა, სადაც დაეხმარები გაყიდვების გაზრდაში, შენ თვითონ შენ ინიციატივით რა, ანუ რეალურად დღევანდელი კორპორატიული ინდუსტრია, კორპორატიულ პროდუქტებს ვინც ყიდის, არ არის მარტო პროდუქტის მიყიდვა რა, ღირებულება უნდა მოუტანო რა, ძალიან დიდი, რომ ბედნიერი იყოს შენთან მეგობრობით რა, თორემ წავა და სხვაგანაც იყიდის იმ პროდუქტს რა. ეგ სხვადასხვა პირველი ტესტი გავაკეთეთ, დიდი პატივისცემა ჯეოსელის მაშინდელ გუნდსაც და მაგ ჯგუფსაც, რომელმაც ეგ ინიციატივა ჩვენთან ერთად გააკეთა. თავიანთ კლიენტებს თავაზობდნენ საკონსულტაციო სერვისს რა. ეუბნებოდნენ, რომ შენ რო ხარ ჯეოსელის აბონენტი კორპორატიულად, აგერ შენ ეს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც უფასოდ გაგიკეთებს ანალიზს და თუ ეხლა დაგჭირდება, რომ მე რაღაცა დანერგოთ გააკეთოთ და სრულყოფილად გააკეთოთ ყველაფერი, მე შესაბამისი ტარიფი ამ ყველაფერში რა. მაგრამ ყველა ბედნიერი იყო რა, ვიღაცა მოდის გიორგი ლევანი ზურა, რომელიც ანალიზს გიკეთებს პირობითად ფინანსებში, გაყიდვებში, მარკეტინგში, გეუბნება რომ ნახე ეს გამოსასწორებელი რა. ყველა ბედნიერი იყო. ჯეოსელის ბედნიერი იყო. კლიენტებს აი სიხარულით ურეკავდნენ რა, რომ აი ნახე რაღაც საინტერესო სერვისი გავაკეთეთ რა და თან ახლა ვიღაცა რომ გაძლევს დოკუმენტს, რომელიც გეუბნება რომ აი აქ პრობლემა, უკვე სხვანაირად გძნობ რა, რომ მარტო ტელეფონს კი არ მაძლევ და ქსელს რო დავრეკო რა, ანუ ჩემზე ზრუნავ რომ უფრო დიდი გავხდე რა. ზუსტად ეგ არის, რასაც ალბათ ბევრი ორგანიზაცია არ აკეთებს კორპორატიული ბრენდინგის მიმართულებით. ეგ არის მთელი მუღამი, რომ ამ ხალხს ასწავლო, როგორ გაიზარდონ, შეუქმნა ხელსაწყოები, ან just მადლობა უთხრა, აი ამ სხვადასხვა რაღაცა მოქმედებებით, რომ just შენი მომხმარებელია რა და გაზარდო შენთან ერთად რა. იზრუნო, რომ რამენაირად გაიზარდოს და განვითარდეს. შეგიძლიათ დაასახელო მაგალითი, როცა კარგი პროდუქტი მოკლა ცუდმა კომუნიკაციამ და პირიქით სწორად გაკეთებულმა პოზიციონირებამ აამუშავა გაყიდვები. საინტერესო კითხვაა. ეგეთი პროდუქტი ესეთი მაგალითის სახით რომ მოვიყვანოთ, ხო, აი ვცდილობ ახლა რომ რაღაცა ცოტა ესეთი ლაითად გავაკრიტიკო რა. ერთ-ერთი კომპანია მახსოვს, რომელსაც ფანტასტიკური პროდუქტი ჰქონდა, მაგრამ არ იცოდნენ ეს პროდუქტი როგორ მოეყოლათ, ცოტა სპეციფიური პროდუქტი იყო და ერთ-ერთი ესეთი შეხვედრის დროს უბრალოდ ურჩიე, რომ მოდი, შენი მთავარი პროდუქტი რა არის თქო რა, იმიტომ რომ ბუქსაობდა, ანუ ვერ ყიდდნენ საერთოდ რა ამ მოწყობილობას, არ ქონდათ საერთოდ არანაირი რეალიზაცია და ყველა ერთი მიმართულებით რეკავდა სერვისის მიმართულებით რა, რომ აი მარტო სერვისი აინტერესებდათ რა და აღმოჩნდა, რომ ელაპარაკებდნენ ამ ხალხს ცივად თელ ყველა სოციალურ ქსელში და მაგის გამო იყო, რომ აი არავინ არ ინტერესდებოდა რა. ესეთი კომუნიკაცია ხონდა. იყიდე დანადგარი, ამას გაგიკეთებს და მთავრდებოდა აქ ეს კომუნიკაცია. მარტივად ხო რა, ანუ რაღაცა ჭანჭიკი ესეთი ლარი 20. აი ზუსტად ეს იყო კომუნიკაცია რა.
მე ამ ანალიზის აღმოვაჩინეთ, რომ მათი მთავარი ღირებულება არა ჭანჭიკი და ბოლტი, არამედ სერვისია და ხალხი, რომელიც იქ მუშაობს, იმიტომ რომ ყველა ამ ტიპზე, ამ სერვისის თანამშრომელზე გიждდება ყველა კორპორატიული კლიენტი. და რეალურად მოკლეს ერთი წელი ფაქტობრივად, დაასამარეს ეს პროდუქტი აი ამ კომუნიკაციით, იმიტომ რომ ეგონათ რომ მარტო ტექნიკური სპეციფიკაცია, არ იცოდა რა მომხმარებელმა რა სოლუშენი მოქონდა აი ამ ახალ მოწყობილობას რა. და მე მივხვდით რომ თურმე სერვისშია მთელი ოქროს ზოდები დამალული და რა ვქენით ეს სერვისის ტიპები ავალაპარაკეთ. ესენი გახდნენ მთავარი კომუნიკაციის ტიპები, ჯიგარი ტიპები, ჯიგარი ზურა, რომელიც მაგარი სერვისის თანამშრომელია და ეს ხსნიდა მოწყობილობას რა ფუნქციონალი ქონდა. და რეალურად მე კიდევ უფრო სიღრმეში რომ ჩავედით, აღმოვაჩინეთ ამ კომპანიებთან ესე კომუნიკაციით და ანალიზით, რომ ეს ზურა, იმიტომ იყიდებოდა ეს მოწყობილობა, რომ ეს ზურა უხსნიდა კარგად ლაივში საუბრისას რა. ეს ზურა ავალაპარაკეთ მერე და ფაქტობრივად მკვდარი პროდუქტი აი ამ კარგი კომუნიკაციით გავაცოცხლეთ რა, რამაც ფანტასტიკური შედეგის მოუტანა და დღემდე ძალიან კარგად გრძნობენ თავს, პირიქით განვითარდნენ და ბევრი პროდუქტები დაამატეს, ისეთი რომელსაც რო არ დაგიმალო არ ველოდი, უკვე ცოტა სხვანაირად. ხო, ცოტა სხვანაირად დაიწყეს დამატებითი პროდუქტები, ისეთები დაამატეს, რომელიც თანმდევი იყო, მაგრამ თლად პროფილური არა ამათთვის რა, უეჭველი რო გჭირდება აი ამ სერვისის კეთებისას და მე დამატებით რაღაცეები შემატეს რა და თან ესე მულტიწახნაგუნად განვითარდნენ და დიდი პატივისცემა სამწუხაროდ ძალიან ესე ტექნიკური დეტალებია და კომპანიას ვერ ვიძახე ეს ახმამაღლა. კი ბატონო. შენ როგორ განსაზღვრავ ბრენდის ნამდვილ ღირებულებას? რას ნიშნავს ბრენდი შენთვის? ემოციები, კლასიკურად, ტრადიციულად ემოციები, რომელიც თითოეული სახელის გაგონებისას გრძნობ რა ჩემივე პროფესიის მსხვერპლი ვარ ხოლმე ხანდახან მე თვითონაც და სამოყვარულო დონეზე პირველი რაც გავაკეთე ჩოგბურთის თამაში რომ დავიწყე იყო რომ ჩოგნის საყიდლად წავედი რა მანდ მეგონა რომ მოკლედ თელი ამოსავალი წერტილი იყო და პირველი შეკითხვა რაც დავშვი იყო რომ როჯერ ფედერერს რომელი ჩოგანი ქონდა რა ეგ არის ალბათ ბრენდის ღირებულება რომ ის რაღაცა ჩოგანი რო დავიჭირე ხელში მეგონა რომ ფანტასტიკურად ვითამაშებდა ეგ ემოცია და თავდაჯერება მომცა რა და ყველა პროდუქტს და ყველა ბრენდს აქვს თავისი ეს ოქროს ემოცია რომელსაც იმის მოხმარებისას ვიძენთ ადამიანები და სხვანაირები ვხვდებით შინაგანად რა ეგ არის ჩემთვის ალბათ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი თითოეულ ბრენდში რა და ბრენდები რომლებიც მაგ ემოციურ ელემენტს არ ქმნიან არიან just პროდუქტები რომელსაც ადამიანები მოвихმართ რა ნუ ჩანსრობას პრომარტი კი თან ბევრი ალტერნატივა არსებობს ყველანაირი ჩოგნისაც ბოტასისაც ნაიკისაც ადიდასისაც მაგრამ მთავარი ღირებულება მათი ეგ ემოცია ეგ თავდაჯერება მაგიტო გვიყვარს რა თუნდაც ნაიკი თუნდაც ადიდასი იმიტომ რომ გვეუბნებიან რომ რაღაცით დაიწყე არა აქვს მნიშვნელობა მაგ ემოციას ვყიდულობთ რა ისევე როგორც კლასიკას რო გავყვეთ კოკა-კოლა ახალი წელია რაღაცა ფან ემოცია და happiness-თან ბედნიერებასთან დაკავშირებულია ხო ეგ მაგ ემოციას ვყიდულობთ რა ჩემთვის ახლა მაგალითად ღირებულებით ნაწილში რო შევხედოთ არჩევანი რო გავაკეთო მაგალითად კოკა-კოლასა და რამე სხვა ბრენდ შორის ბედნიერება უფრო ღირებული მომენტია რა და ეგ კიუორდები და ეგ ემოციური მომენტებია რომლის გამოც მაინც კოკა-კოლას ვირჩევ. ხო ისე როგორც Red Bull-ი მაგალითად ჩემთვის არსებობს Red Bull-ი და სხვა დანარჩენი ენერგეტიკული არ ვიცი რა არსებობს საერთოდ რა. იმიტომ რომ ეგ რაღაცა სითავხედე და სიგიჟე რაც ამ ბრენდს ჩემში შინაგანად მიყვარს და აქ არასტანდარტულობა ყოველთვის და სითავხედე ყველა გადაწყვეტილებაში და დაპყრობა სხვადასხვა რეკორდების და მოხსნა აი ეგ ემოცია მომწონს რა შინაგანად და მგონია რომ ფორმულა 1 რო უყურებ მაგალითად და მაქსი ან Red Bull-ის გუნდი ერთ ქულას რომ მოიგებს და მე რო ვიცი რომ 1 კილა მაქვს გუში ნაყიდი აი ეს ერთი თეთრი ვიცი რომ სადღაც მივიდა რა იქ თავის დანიშნულების ადგილას და contribution-ი ანუ ჩემი ინვესტიცია სადღაც მათ სიგიჟეებში რა და ეგ მომწონს რა ეხლა როგორც არ უნდა ვისაუბროთ რომ ასეთი სასმელია თუ ისეთი სასმელია კარგია თუ ცუდია
აი ეგ ბრენდის ემოცია არის, რომელიც მაღაზიაში რო შევდივარ, არსებობს ეს მარტო და არაფერი სხვა რა და ემოციაა, რომელიც საკუთარ თავში მოკლედ პოულობს ხოლმე რა. ღირებულებები და ემოციები, რომელიც გვაკავშირებს მე ერთმანეთთან. ხშირად გვესმის ხოლმე ფრაზა კლიენტი ყოველთვის მართალია. შენი გამოცდილების სწორად გადმოცემული მიდგომა თუ რაც მითია. რომელსაც არ უნდა გაყრნენ კომპანიები. მართალია ყოველთვის თუ? ეს არის ძალიან ჩემი საყვარელი კითხვაა ხოლმე, იმიტომ რომ გაყიდვებთან დაკავშირებით როცა შეხვედრა მაქვს ან ტრეინინგს ვატარებ ან ფორმატში ვსაუბრობ ხოლმე ან ტოპ 3 შეკითხვაში ტოპ 1 შეკითხვაა სულ რომ აი კლიენტი ხო არ არის ყოველთვის მართალი, ყოველთვის არ ვიცი 99% შემთხვევაში არის მტყუანი. სამწუხაროდ მტყუანია, იმიტომ რომ ყველას მაინც თავისი ინტერპრეტაცია აქვს. მოსმენილის ყველა თავისებურად იგებს, რასაც ელაპარაკები და რა თქმა უნდა ბოლომდე არავინ არ გისმენს, როცა უხსნი რომ ესე უნდა ხდებოდეს, თუ გინდა რომ ყველაფერი წესრიგში იყოს რა და ყოველთვის მართალი არ არის, მაგრამ რადგან გრძელვადიან ურთიერთობას უყურებ, მართლდებიან თითქოს რა და ყველაზე რთულია ხოლმე რომ ამ ხელს აუხსნა რომ მართალი არ ხარ. და ფორმულას ესე რომ ვთქვათ მივაგენი ესე მგონია ჩემ პრაქტიკაში რომ უსმენ აი ამ სიმართლეს რომ კი მეც ალბათ შენ ადგილას ზუსტად ეგრე ვიფიქრებდი და ესე მომინდებოდა და მართალი ხარ და აი ხშირად რა ზუსტად აი ამ ფორმულირებით და დუღს რა ეს დუღილის ტემპერატურა ადის რაღაც დონემდე დაიცლება მე ქვევით მოდის და კი ბატონო ლევან ეხლა მოდი ვისაუბროთ ჭეშმარიტებაზე რა ხდება რომ მართალი ხარ ალბათ მეც რო ეგრე მეფიქრა მეც ესეთი რეაქცია მექნებოდა და სიამოვნებას უნდა ხო რაღაცა გისმეს და ხდება რა გიჭირს მის მდგომარეობაში შედიხარ რა და მე როგორც კი ცხრება უკვე იწყებს რეალურ აზროვნებას რა. ბოდიში და აი რო არ კიდია, აი მაგას გძნობს. არა და ეხა ხო წარმოგიდგენია რამდენი ესეთი ზღაპარი გვაქვს ადამიანებს მოსმენილი, ვისაც გაყიდვებთან შეხება გქონია რა. თავარია უთხრა რომ მართალი ხარ, თავარია უთხრა რომ კი მეც იგივე რეაქცია მექნებოდა შენ ადგილას, მაგრამ მოდი ვისაუბროთ ეხა რეალურად ნაბიჯ გავყვეთ რა რომ ესე რო გვექნა, ესე რო ყოფილიყო ესე დალაგდებოდა ეს საკითხი. ან ეს საკითხი ხო ესე გინდოდა? კი. ეს საკითხი ხო ესე გინდოდა? კი. ანუ ერთ რამდენიმე 5-6 კის რომ მოაგროვებ და რომ მიხვდება თვითონ იწყებს გააზრებას რა, რომ აი მართალი კი არის შინაგანად, მაგრამ ფაქტებით არ არის მართალი, მაგრამ ბოლოს ამთავრებ იმ ისტორიით, იმ ამბით რომ კი ყველაფერი ესეა, მაგრამ მოდი გამონაკლის შესახით. აი ეს შეგვიძლია გაგიკეთოთ, შე რო კარგად დაკმაყოფილი იყო, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა ტოპ 1-ია და არაფერი სხვა, მაგრამ ამ ნაწილში არ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ რომ ვწდებით რაღაცა ბარიერი, რაღაცა საზღვრებს რა, იმიტომ რომ სტანდარტები ესეთია რა. 99% შემთხვევაში პრობლემურ კლიენტებთან გამართლებულა ხო რა. ანუ მე ხა რაც მახსენდება, ხშირად მიწევდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რაცა კლიენტების მდგომარეობაში შესვლა. ბევრ კომპანიაშიც უთხოვიათ ახლა ვისთანაც მქონია შეხება და ვისთანაც მიმუშავია მე თვითონ რომ აი იქნება აი ამ ნაწილს იქნება შენ დაელაპარაკო. და კარგად მოგვარებულა რა. არაფერი განსაკუთრებული ფორმულით, რაც მოვყავი ზუსტად მაგ ფორმულაზე საუბარი. შედი უბრალოდ მის მდგომარეობაში და აგზნობინე, რომ I care რა და მანდ ყველაფერი მთავრდება რა. ხა თუ რაც კატასტროფაზე არ არის, ანუ არსებობს 1% кейსები, როცა ვერ დაეხმარები უბრალოდ რა. თავისივე ისეთ შეცდომა, რომელსაც ვერ დაეხმარები რა. ხო და მაგას ახლა დაზღვევის кейსით რო ვილაპარაკოთ კონტრაქტში რო წერია რომ ღერძულა ხაზი არ გადაკვეთო, ყველაფერში დაეხმარები ღერძულა ხაზის გარდა რა, ეტყვი რომ აი ამას ვერ ვისაო რა. ხო და ეგეთი кейსი, ერთი ალბათ, ანუ ორი მქონია, სადაც უბრალოდ ვერ დავეხმარეთ რა და ხარი რომ აი ყველაფერი გავაკეთე, ოღონდ აი ამაში ვერ მოყვებით რა. თუმცა კამფეტის ამბავია რა, რომ სულ ხელსარიელი არ უნდა გაუშვა რა. მართალი არ არის, მაგრამ ზრდილობიანად ყოველთვის ეუბნები რომ მართალი არ ხარ რა. როგორც კი ეტყვი რომ მართალი არ ხარ, სისულელეს ლაპარაკობ, პირველი შეჯახება მანდ იწყება რა. კი, მართალი ხარ.
ყველა ურთიერთობა შემართლებს თან ეგ პრინციპი რა. რეალურად ეუბნები რომ კი შენი გადმოსახედიდან მართალი ხარ რა, თორე. ეგრე ვიფიქრებდი. ხო, მეც ეგრე ვიფიქრებდი ხა, აბა სხვანაირად როგორ უნდა, სხვანაირად არც კი წარმომედგინა რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა რომ ხდებოდეს რა. და მე თუ ესე წარმოვიდგენდი, ხა შენ წარმომიდგენია ეს პროდუქტი ნაყიდი როგორ წარმოიდგენდი მაგ ყველაფერს რა და მოდი ხა ერთად ნახოთ როგორ მოვაგვაროთ ეგ ამბავი და შო, ანუ ყველა ბედნიერია რა. ისიც ხვდება რომ შენიანია, შენც ხვდები რომ იმისიანი ხარ რაღაც მომენტში რა და ალბათ ეგ არის რა, ანუ როგორც კი ჯიბში ჩაუდგები მომენტალურად პრობლემდება რა, მომენტალურად კი. რა ტიპის მოლაპარაკებებია შენთვის ყველაზე რთული და როგორ ართმევ თავს ისეთ სიტუაციებს, როცა კორპორატიული კლიენტი მხოლოდ ფასზე არის ორიენტირებული? ბოლოდან დავიწყებ, ფასის ნაწილში ალბათ საქართველოში სულ არის ლაპარაკი, სულ და იმედი მაქვს დადგება საქართველოს ეკონომიკაში ის ამბავი, რომ ფასით არ დავიწყებთ კომუნიკაციას. მაგას ვაგვარებთ ხოლმე ყველა სექტორში, სადაც კი შეხება მქონია, რომ ოკეი, მოდი რა გრძელვადიანად შევხედოთ ამ ამბავს. თუ პროდუქტი იმის შესაძლებლობას მადლობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში დავანახო ამის ღირებულება და უთხრა, რომ შენ ამას რო ყიდულობ, მინიმუმ 5 წლიან პერსპექტივაში გარანტირებულად საფიქრალი არაფერზე არ გაქვს. მაშინ მაგზით მივდივართ, თუ ფასდაკლება არის მაინდა-მაინც ამოსავალი წერტილი, იმდენს მაინც არ უკეთებთ ხოლმე, რომ იმის მოლოდინებს ზუსტად დავემთხვათ რა, იმიტომ რომ არარეალური მოთხოვნებია ხოლმე ხშირ შემთხვევაში რა და ვეუბნებით, რომ ოკეი, ეს პროდუქტი ამიტო ღირს, რადგან მოყვება ეს, რაღაცა აქ პირობითად გარანტია ამდენი ხანი, რაც სხვა კონკურენტებთან შედარებით არის, რა ვიცი, სადა დედამიწა რა. და პლუს, როდესაც ფასზე იწყებს კომუნიკაციას გააჩნია ხას, თქვათ, რა პროდუქტს ყიდით, თქვათ, ერთი სერვისი რო გავიხსენოთ, მაგალითად, რა კლიპის გადაღება რა კლასიკა ჟანრისაც არის, ვეუბნებით, რომ ჯერ მომიყევი, საერთოდ რა გინდა, რომ პროდუქტად მიიღო, მე ვილაპარაკოთ ფასზე, იქნება და კარგ ფასს გეუბნები საერთოდ რა. რაც ეგრევე ანეიტრალებს თემას, ანუ ეგრევე ფარხმალს ყრიან ხოლმე და იძახი რომ აი ჯერ ფასი მითხარი, ვერ გეტყვი. არ მაქვს. პასუხი მაქვს ხოლმე ესეთი, რომ აი არ მაქვს რა უბრალოდ რა. რა გითხრა, ის ფასი გითხრა, ეხლა მე ხო არ ვიცი ლედ განათება რა დაჯდება პირობითად, მე ხო არ ვიცი რა კლიპის გადაღება რა დაჯდება, თუ არ მომიღავი რა გჭირდება რა. და მე ეხლა გავყვეთ რა, რომ შენ თუ ჟირაფის ჩამოყვანა გინდა აფრიკიდან და ასე შემდეგ გეტყვი რა, რომ აი ეს ამდენი დაჯდება რა და თუ ლოგიკურია ვითანამშრომლებთ, ვიმეგობრებთ, თუ არა ლოგიკურია არ ვითანამშრომლებთ რა და ყველაზე რთული მოლაპარაკება არის, როდესაც მომხმარებელმა ალბათ თვითონაც არ იცის რა უნდა რა და just იძახის, რომ რაღაცა მინდა. მანდაც მეთოდებს ვიყენებთ ხოლმე რა მოლაპარაკების დროს ესე, რომ ოკეი, just თუ რაღაცა გინდა, ოკეი, რისთვის გინდა? რა დანიშნულება აქვს, რა მიმართულებით უნდა აკეთო რაღაცეები, თქვათ, რა ფუნქციონალი უნდა შეგისრულოს, ანუ უფრო დახმარების რეჟიმში მივდივართ, მაგრამ ბევრი კლიენტი არ არის ეგეთი, მაგრამ არიან ხოლმე, რომ აი რავი რაღაცა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა მინდა რა. ხო, ფასი კიდე ცალკე ამბავია ხოლმე, მაგრამ ეგეთი კლიენტები ალბათ ყველაზე რთულია თუ მოყვებიან და თუ არ მოყვებიან, ანუ ეგ არის ჩიხი ხოლმე რა. და მქონია кейსები კარიერაში, როდესაც მithkoms, რომ თვალშორის აი GD-ის პერიოდში იყო ერთ-ერთ საკმაოდ ისეთ წარმატებულ ბართან მქონდა მოლაპარაკება და რაც ოფერი მივეცით, შეუვალი იყო რა, ანუ არანაირი კომუნიკაციაზე არ მოყვებოდა საერთოდ რა. თიქემ სტრატეგია იყო ეგ რო. სტრატეგია იყო. მოკლედ 6 მოლაპარაკება ქონდა ერთ თვენახევრის განმავლობაში და 6 მოლაპარაკებიდან ყველაფერზე იყო, რომ ვეუბნები, რომ ერთ კონტეინერ სასმელს გაჩუქებ. არა, პასუხი იყო. აი რა შეიძლება უნდოდეს ფაქტობრივად ჯიბრში იყო ჩამდგარი რა, რომ აი არ მინდა არაფერი რა. მარტო რაღაცა ინვესტიცია ჩადეთ ამ მიმართულებით რა და ეგ არის ყველაზე რთული მოლაპარაკებები, თუმცა მანდაც არსებობს რა დაიღლები რა და შეიძლება დანებდე რა მაგ მომენტში რა და ეგეთ ტიპებთან ალბათ არ ღირს, ანუ ხანდახან მიფიქრია რომ არ ძღირს რა ეგეთ ტიპებთან, რომ სოქს არ უნდა გაეკიდო, ხო? არა, უნდა უთხრა რომ ოკეი რა, სასიამოვნოა, ნახე, ლევან, მე შენ რაღაცა 1 2 3 7
ვერსია გითხარი ჩვენი მეგობრობა როგორ უნდა გამოვიდეს და არა პარტნიორობა და არა თანამშრომლობა და არა გაყიდვა რა 7 საკითხი მეგობრობის ამ 7 საკითხიდან შენთვის არც ერთი არ არის მისაღები არ გამოვა ჩვენი მეგობრობა რა და მან უკვე იწყებს თუ დაიწყო და თუ გაგიმართლა და დაიწყო ყინული ლღობას უკვე რა რომ ტიპი ხვდება უკვე რომ შენ ახლა 7 ნაბიჯი გადადგი და თვითონ არაფერს არ დგავს რა და აი მაგ მოლაპარაკებაზე სხვათა შორის ქართული არ იყო ვისთანაც ხონა მოლაპარაკება დღეს ძალიან მეგობრობთ საბედნიეროდ და ნუ აი ერთ-ერთ სადღაც მეოთხე მოლაპარაკების ბოლოს რაღაცა ერთი ციფრი გამოისროლა რომ ეგო რა არისო მაგის გაყიდვა რა არის საერთოდ რა ესეც შეთანხმება იყო რომ ამ ინვესტიციის სანაცვლოდ ამდენი უნდა გაიყიდა და ეგ რა გაყიდვაო რა მარაო აი ამ ყველაფერს არ გავაკეთებო რა ნუ ინდუსტრიას რო ესე რო ვთქვათ რო არ გავშალოთ ახლა და რო არ გაგვეწევოს უნდა იცნობდე კარგად რომ მიხვდე ახლა ეს მარტივი რაღაცეები რასაც ვთხოვთ რომ მენიუში ჩაწერა კოქტეილის გაკეთება და არაო შანსი არ არისო გამორიცხულია რომ მე ეგ ნაბიჯი გადავდგაო და მოკლედ მეშვიდე მოლაპარაკებაზე აი ხელის ჩამორთმევის ეტაპზე ვართ უკვე და ერთი კითხვა მაქვს თქო რა აი ესე უცებ ციფრი რო ამოგიტივდება თავში ამ ციფრს მეთქი შენ ხო მითხარით ხო რომ უეჭველი გაყიდდით ხო რა და კიო რა კაი მეთქი ჩემი ბოლო სიტყვა ეგ არის თქო აგერ ეს ინვესტიცია მარკეტინგულად ამ გაყიდვის სანაცვლოდ თქო როგორც გინდა ისე გაყიდე მეთქი რა თუ გინდა სახლში წაიღე ყველაფერი თქო რა კი ბატონო თან ცოტა ჯენტლმენი ტიპი იყო და ჯენტლმენულ ხელის ჩამორთმევაზეც მოკლედ ძალიან ესე იყო რა კმაყოფილი და მისთვის კონტრაქტზე მეტად ხელის ჩამორთმევა იყო ესე რომ ვთქვათ კონტრაქტის საფუძველი და მოკლედ რომ გამოვედი შეხვედრიდან სადღაც 1 საათში ტყობა გადმოთვალა გადახარშა რაღაცეები და ნუ სიცილით დამირეკა რომ короче 7 მოლაპარაკების მერეო მაინცო იპოვეო რაღაცაო რა ალბათ ეხა იმ მომენტში ვერ ვიფიქრებდი ანუ ეს არისო სტრატეგიული გათვლა რა ეგეთ რთულ კლიენტთან მართლა ჭადრაკის თამაში მიდის ხოლმე რა რომ აი და ბევრი გასწავლა ხო მაგრამ ძალიან რომ ნუ მასწავლა ის რომ არ უნდა დავნებდე რა არც ერთ მომენტში რა არც ერთ წამს რომ იქნება სადღაც მაინც ვიპოვო რა ეგ გასაღები რა და ნუ 1 საათის თავზე დამირეკა და მითხრა რომ მოკლედ შევთანხმდით რომ რასაც ვიძახითო რა პირიქით კიდე ახეთ წამოვიდა დათმობებზე იმიტომ რომ მერე უკვე 2 წლიანი მუშაობის ერთობლივი მუშაობის მერე თვითონ ვეაღიარა რომ აი ეგ მომენტი მომეწონაო რომ უბრალოდ რაღაცა ინვესტიციის სახით არ მეუდექიო და ბიზნესურად მელაპარაკე ბოლომდეო და მე ისე დავმეგობრდით რომ სხვებს აღარ ეკარებოდა საერთოდ რა სხვის გაგონება არ უნდოდა რა და აი ეგეთი კლიენტები არიან ყველაზე რთული რომლებსაც უნდათ კამფეტი მაგრამ გეუბნებიან რომ არ მინდა არიან საფარის უდაბნოში წყალი წყურიათ და არსად არაფერი არ არის და რო თავაზობ რომ წყალს გაჩუქებ და არ მინდა წყალი პრინციპულად და მიუდგე ხო და ანუ რაღაცა მომენტში ხა დღეს რო გადავახვიოთ ალბათ და ვინმეს რო ურჩევდე იმდენი დრო დავხარჯე მე თვითონ ახლა რო ვიხსენებ ამ ტიპთან მოლაპარაკებაში ღირდა იმიტომ რომ დღეს პოსტფაქტუმ ვიცი რომ ღირდა მაგრამ მესამე მოლაპარაკების მერე ალბათ ვიტყოდი 1-5 წლით ადრე რომ გიჟია ეს რა არ ღირს ამასთან ლაპარაკე ეგეთ ტიპებთან არ ვილაპარაკებდი საერთოდ რა იმიტომ რომ მიხვდნენ რომ არ ღირს რა საერთოდ მათთან თანამშრომლობა და ეგრეთ მოძდით ხოლმე მე რა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ არავის აღარ უნდა ეგეთ ტიპებთან ურთიერთობა რომ რაღაცა გიჟივით პრინციპულები რო არიან მოლაპარაკების დროს რა რამე თუ გინდა თქვი რა წყალი გინდა მოგცემ არ არის პრობლემა მაგრამ თუ ხა ყველაფერზე არას იძახი ვერ გამოვა რა ჩვენი თანამშრომლობა ვერანაირად ბევრი კომპანია ფიქრობს რომ გაყიდვები მხოლოდ დარეკვა და შეთავაზება აი ეგრეთ წოდებული ცივიზარები ხო შენ გამოცდილებაში როგორი უნდა იყოს გაყიდვების პროცესის ზუსტი არქიტექტურა დარეკვების კუთხით რო წავიდეთ მაგალითად კვლევა რისერჩი რა ოღონდ რისერჩის რესურსი არ გვაქვს მაკვლევაზე ვსაუბრობ რა დღეს სოციალური სივრცე ყველა ადამიანს იპოვი აბსოლუტურად ვინ შეიძლება დაგჭირდეს რა ანუ სანამ კომპანიაში დარეკავ LinkedIn-ი არსებობს დღეს რა 2009-ში 10-ში და 12-ში არ იყო ესეთი პოპულარული LinkedIn-ი და არც საქართველოში ქონდა ბევრს რა ანუ სანამ დარეკავ რადიო ჯიპაში შეგვიძლია უბრალოდ დასერჩო
ვინ არის რადიო ჯიპაში არ ვიცი შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაგალითად რა და უფრო მარტივია რა ცივი ზარით კი არ ეკავ უკვე დამთბარი ნელთბილი ზარით რეკავ რომ გამარჯობა რა ლევანთან მინდა დაკავშირება და ანუ მაკედან უკვე დიდი ანუ ვიღაცა გიორგი კი არ რეკავს უკვე გიორგი რეკავს რომელიც ლევანს რაღაც დონეზე იცნობს და კიდე კაცმა არ იცის იცნობს თუ არა რა როცა ცივი ზარით რეკავ რა და თუ რეკავ და მოკითხული გაქვს და იცი უკვე მინიმუმ საერთო სამეგობროს იპოვი რა თბილისში მithumedes ძალიან პატარაა რა და ცუდი შეხედულება ის არის რომ დღეს არ ფიქრობენ ესე ანუ ბევრი კომპანია დღემდე ხა ჩემთანაც შემოდის ხოლმე სხვადასხვა ზარები ოფერებზე ამას ხდავაზობთ იმას ხდავაზობთ და არც კი იციან პირობითად ვთქვათ ვისთან რეკავენ სახელი რა მქვია გვარი რა მქვიან რა პოზიციაზე ვმუშაობ ან საერთოდ რა კომპანიაში რეკავენ ესე რო ავიღოთ რა LinkedIn-ის ნახვაზე ხო აღარ მაქვს საერთოდ საუბარი რა და შეხვედრაზეც ჩემი რაც ფსიქოლოგია ჩამომეყალიბდა რა თუ ხედავ რომ ტიპი LinkedIn-ზე შემოვიდა დამათვალიერა და მე მომძებნა და დამირეკა ეგ ტიპს ხვდები რა იმიტომ რომ ხვდები რაღაც რისერჩი გააკეთე ხო ანუ ხვდები რომ просто ფიქრობს რა მაგ ამბავზე რომ როგორ მომიდგეს რა და ეხლა წარმოვიდგინე რომ მე რო რამე დამჭირდეს მისგან როგორ სმარტად და აქტიურად დამეხმარება რა და ადამიანი რომ მირეკავს რომ გამარჯობა მე ზურა ვარ საიდანღაც გირეკავ და თქვენი სახელი ანუ უკვე მან ხვდები რომ ანუ არაფერი არ აქვს რა ხო ნომრები აპლიკაცია არსებობს რა ჩააგდე ნომერით ასერჩები სურეკავ LinkedIn-ია სოციალურ მედიაში ხო მithumedes რავი რამდენიც გინდა იმდენი წყაროა რომ უბრალოდ საერთო მეგობრები გამონახო რა მithumedes ახლა ცოტა შედარებით მაღალ პოზიციაზე ტიპს რო ურეკავ სანაცნობო წრე საკმაოდ ფართო ყავთ ამ ადამიანებს რა ჩემი მეგობარი რო ვახსენე ხუმრობით იხსენებს ხოლმე რომ შეხვედრიდან გამოსული რო ვიყავე ყველა სოციალურ ქსელში დამატებული მყავდა ერთი ხელის მოსმით Skype-ი რო Skype-ობ და იქაც კი ანუ Skype-ი ეს რა ქვია Facebook-ი Instagram-ი და ასე შემდეგ ყველა სოციალური ქსელი რაც კი ქონდა ტიპს ყველგან დავამატე იმიტომ რომ ძალიან მომეწონა და ჯიგარი იყო კი ჯიგარი ბიჭი იყო ცალსახად იმ მომენტში მაგრამ იმის რადარებზე იყავი ყველგან უკვე ყველგან ვიყავით აბადების დღეს არ ტოვებდი ულოცავდი დღესასწაულს არ ტოვებდი ულოცავდი პლუს მაგას ყველაზე მთავარი ანუ ეს ხო ერთი იყო დღეს საშუალოდ 3 შეხვედრა მქონდა კვირაში იყო სადღაც უხეშად 15 შეხვედრა რა 15 ტიპი ყავდა სოციალურ ქსელში უკვე და ხა ხო წარმოგიდგენია რამხელა ქსელია ეს რა ზეგ რომ მინდა რომ ლევანს დაუკავშირდე просто რომ ვიცოდე სახელი ლევანი რო არის და რადიო ჯიპასთან შეხება რო აქვს საერთო სანაცნობოს ნახავ და ვეტყვი რომ აგერ აი თორნიკესგან გირეკავ რა თორნიკე აი საერთო მეგობარი ყავს და დაგვაკავშირა და უცებ შენი ცივი ზარი არის ცხელი ზარი ჩვეულებრივი რა და მაგას არავინ არ აკეთებს რა ანუ ესე ტრენინგებზეც ხოლმე რა და საკონსულტაციო შეხვედრებზეც აი ამრჩევას რომ ვეუბნები რაღაცა პირველ რეაქცია აქვს რომ ვა მაგარი იდეა ხო და არა და რაღაცა ძალიან ანიბანია ჩემთვის ანიბანია იმიტომ რომ პირველი მაგას ვაკეთებდი და მერე ვიწყებდი საერთოდ ანუ კომპანიის ნომრის ძებნას რა დღეს კიდე მithumedes ნომრის პოვნა ხო კიდე უფრო მარტივია რა და ბიჭო ნომერი გაქვს სახელი გვარი იცი უკვე ყველაფერი გაქვს ფაქტობრივად რა ამით პოულობ აბსოლუტურად ყველაფერს და მაგას არ აკეთებენ რა რაც შეხედულება არის ის რომ ცივი ზარი კარგია მაშინ როცა ნელთბილი ხდება რა და რაც უნდა ნომერი მისცე ერთ-ერთი წიგნების კომპანია მახსენდება ეხა წიგნებს ყიდნენ ესე რა ზარებით რა ავე ანუ ან სახელი მკითხე ანუ არც ბოდიში ანუ არაფრით ცივი ზარი ეგეც ცივი ზარი იყო მოსულა რა ეხა ამ ინდუსტრიაში ეგრე მუშაობს ეგ სისტემა რა და არც ახალს მეკითხებოდნენ არც ძალიან თუ არა არც რა ლიტერატურით ხარ დაინტერესებული იმიტომ რომ ცივ ზარს რო აკეთებ მინიმუმ ბოდიში მოუხადე გაეცანი სახელი კითხე ვის ესაუბრები კითხე რა შეიძლება აინტერესებდეს რომ იმაზე ელაპარაკო ხარ რატომ ელაპარაკო მაგალითად არის რომელიმე სახარებაზე რომელიც ჩემი ინტერესის სფეროში შეიძლება არ ექცეოდეს მაგრამ მელაპარაკე მარტინ ნუმერის წიგნზე მაგალითად რა რომ აი რაღაცა თარგმნეთ და რა მაგარი ამბავია რა და გეტყვი ეგრევე რომ სად არის და რამდენი ღირს არა 3 ცალი მინდა გამომიგზავნე ანუ არც კითხავს შეიძლება ფასს არ კითხო საერთოდ რა იმიტომ რომ ჩემ რადარებში უკვე მოქცეულია ეგ რა და
ანუ ცივი კაია მაშინ როცა ესე უდგები საკითხს რა. და ბევრი ჩემი სამეგობროც საქმიანი სამეგობროსაც რო ესე მინი რისერჩი რო გავაკეთე, პირველი პასუხი ჰქონდა, რომ ცივი ზარი ტიპი რომ მირეკავს და რომ მეუბნება რომ გამარჯობათ თქვენი სახელი და მაგასაც თუ არ მეკითხება და თუ არ მეუბნება რომ ცუდ დროს ხო არ გირეკავთ, ვეუბნები რომ კი ცუდ დროს მირეკავთ. ანუ 10-დან 9 ადამიანმა მითხრა რომ მოკლედ ვეუბნებით რომ კი ცუდ დროს მირეკავს არ მცალია რა. უბრალოდ იმიტომ რომ ზდილობიანები არ არიანო რა და თუ აკეთებ ცივ ზარს არსებობს ეს რაღაცა დაუწერელი სტანდარტები, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო რა და მაგას ბევრი кейსი მქონია ბოლო პერიოდში, რაც ცუდად ხდებოდა ყურში, რომ არ მცალია რა და ხოვე მითხარი, რომ თუ გცალია დაგელაპარაკები რა. ნებართვაა ერთგვარი რა, რომ გაახსნილო ურთიერთობა რა და უკვე ცივი ზარი ცოტა თბება და ეს შემდეგ. კაკ თემას შეეხებ. ჩვენ მივდივართ ხოლმე რაღაც აგრესიულ გაყიდვასთან, ხო, როცა მათ შორის ესე ისტერიულადაც ვრეკავთ, რაღაცას ვთავაზობთ ის რომ არც ვეკითხებით, ხო, უნდა თუ არ უნდა ამ ადამიანს, ხო? სად გადის ზღვარი ჭკვიანურ კომუნიკაციას და აი ამ აგრესიულ გაყიდვას შორის? კვირაში ერთხელ ადამიანს რო ვრეკავ და სთავაზობ, თუნდაც იგივე წიგნის მაგალითი რო ავიღოთ პროდუქტს და გეუბნება რომ ეგ არ მაინტერესებს. აღარ უნდა დაურეკო. აღარ უნდა დაურეკო რა, მინიმუმ 2 ზარის მერე რო გეუბნება რომ არასოდეს აღარ ვითანამშრომლებ შენთან და კიდე მესამე ზარით ურეკავ, მგონია რომ ეგ არის რაღაცა utopia რა. აძალებ უკვე. აძალებ. თუმცა მაგას იწვევს ორი რამე. ერთი, რომ ზედარგოლი, რომელიც აძალებს რომ ყველას დაურეკეთ, განურჩევლად და მეორე რა, ბევრ კომპანიას არ აქვს ესეთ მასიურ პროდუქტს ვინც ყიდის, არ მაქვს საუბარი ხა 10 ცალ რაღაცას რო ყიდი, იქ 10 ცალ კლიენტს რამენაირად დაიმახსოვრებ რა, ზედმეტი რაღაცა პროგრამული უზრუნველყოფების გარეშეც, თუმცა საჭიროა რა თქმა უნდა მანდაც. ანუ არ არსებობს CRM-ი, სადაც უბრალოდ ჩაწერენ რომ გიორგი იმერლიშვილს აინტერესებს რაღაცა ისეთი პროდუქტი. და ისტერიულად ეს ნომრები დადის აქეთ-იქით, ერთი ბაზიდან მეორეში, ერთი გაყიდვების მენეჯერიდან მეორეში და ეგ არის ზუსტად ზღვარი რა, რომ თუ გინდა რომ შენი conversion rate გაყიდვების კარგი იყოს, უბრალოდ აწარმოე ნოუთები რა ამ ადამიანებზე რა. არც აგრესიული გაყიდვა გამოგივა და შეტენვა ეგრეთ წოდებული რა და თან სწორი და ჯანსაღი კომუნიკაცია გამოგივა რა. იმიტომ რომ თუ შენ ჩემთან როგორც მომხმარებელთან ეგრეთ სწორად თანამშრომლობ, ცალსახად მოგყვები, გეთანამშრომლები, დაგელაპარაკები, მერე გენდობი და ასე შემდეგ რა და აი ეგ არის ოქროს ზღვარი ალბათ რა. აი 2 ზარის მერე ორჯერ რო გეტყვი რომ არ მაინტერესებს ეხლა და მე თვითონ დაგირეკავ, ალბათ მაგის მერე აღარ უნდა დავურეკო. მე არ დავრეკავდი ყოველ შემთხვევაში. ან in a best case ეკითხები რომ ბოდიში, კი ბატონო, აღარ შეგაწუხებთ, უბრალოდ თუ შეიძლება რომ 6 თვეში დაგირეკოთ. თუ გეუბნება იქიდან ტიპი რომ კაი 6 თვეში დამირეკე, ну სადღაც თეორიულად უშვებს, აი 1%-იან 0.01% რომ შეიძლება შენი პროდუქტი სადღაც იყიდოს რა. და ტიპი თუ გეუბნება რომ არასდროს არ ვიყიდი და ტყულა არ დამირეკო, აი ეგ არის ზღვარი რა. და თუ გინდა რომ შენ თვითონ გაზომო სად არის ეგ ზღვარი, ხა მეორე ზარის მერე ეკითხები რომ როდი შეიძლება დაგირეკო. 3 თვეში რომ დაგირეკო შეიძლება? შეიძლება რომ აქტუალური გახდეს ეს საკითხი? თუ გეუბნება კი ის, ну მაშინ გზა იცი როგორც უნდა წახვიდე. ნებართვაა მანდაც რა. ეგ არის ზუსტად იმ ურთიერთ დამოკიდებულების და პატივისცემის თემა, რომ ნებართვას იღებ 3 თვის მერე დარეკვის რა. როგორ ფიქრობ, როგორია გაყიდვების სტრატეგიის და ბრენდის ურთიერთკავშირი? ვინ უნდა წარმართოს, გაყიდვებმა ბრენდი თუ ბრენდმა გაყიდვები? საინტერესო კითხვაა ესეც, თან ცოტა ისეთი კომპლექსური და ჩახლართული რა. ალბათ 5 წლის წინ, 7 წლის წინ ესე რომ ეს კითხვა რომ მომესმინა, ცალსახად ვიტყოდი რომ გაყიდვებმა პირველ რიგში, იმიტომ რომ გაყიდვები ბევრ ამინს ქმნიდნენ და გაყიდვების ასე მოქნილობაზე ბევრი რამე იყო ძალიან დამოკიდებული რა. დღეს იმდენად ფართო არის საკომუნიკაციო სივრცე და იმდენად ყველგან ხელმისაწვდომები არიან ბრენდები უკვე და ყველა წერტილმძიმეს უყურებენ ადამიანები რა, რომ შენ რაც არ უნდა პატივს გცემდე, მე თუ ბრენდს პატივს აღარ ვცემ, პრინციპულად აღარ ვითანამშრომლებ რა. ცალსახად ალბათ ბრენდის შენებით დავიწყებდი, ბრენდის კარგად ჩამოყალიბებით, სრულყოფით, აუდიტორიის შექმნით, ღირებულებების ჩვენებით
და მე უკვე აი ამ ღირებულებებზე დაყრდნობით უკვე ავაშენებდი გაყიდვების გუნდსაც რა და ვასწავლედი თუნდაც გაყიდვების გუნდს იმ მომენტს რომ ნახე ჩვენი კომპანიის ღირებულებები არის ესეთი, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს მაგალითად ნებისმიერ პრობლემას ადამიანებს უგვარებთ და ასე შემდეგ. მოკლედ რა кейსსაც შეიძლება შევეხოთ და რა ღირებულებებზე შეიძლება ვსაუბრობდეთ და რა ემოციებზეც და მე უკვე გადადის ეს ემოციების და ღირებულებების გაყიდვებზე უკვე რა და როცა პირიქით ხდება მე ვიღებთ ხოლმე ცოტა ქაოსურ მიდგომებს რა. პრაქტიკამ ეგრე მაჩვენა, რომ როცა გაყიდვები კარნახობს ბრენდს როგორ უნდა განვითარდეს, ცოტა დაპირისპირებაში მოდის ხოლმე რა, იმიტომ რომ გაყიდვები ყველაფერს ყიდის ოღონდ შედეგი დადოს რა, ხო და ამ დროს ავიწყდება თქვათ ბრენდის ზურგი, რომელსაც ეს ბრენდი ამაგრებს რა და მე ხდება ხოლმე რაღაცა ზევიდან დაწოლა, რომ აი ჩვენი ბრენდი ასეთია, ჩვენი ბრენდი ისეთია, არ ესმის რა, არ უსწავლია რა, იმისი თავარი საომარ ამბავშია ჩართული, იცის რომ ეს უნდა მოინადიროს რა და საერთოდ არ აინტერესებს იმას ბრენდის ღირებულებები, მეორე ხარისხოვანია რა. გეგმა მთავარი რა და კი გაყიდვებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია გეგმაც და ესე უნდა დარაზმო, მაგრამ გაყიდვებს როცა რაღაცა გრძელვადიანი ხედვა აქვს და მინიმუმ იცის საით მიყავს კომპანია და მესიჯი აქვს, ყველაზე მთავარი, მან ცდებიან ხოლმე რომ მესიჯი აქვს, რომ ჩვენ როგორი კომპანია ვართ, რომ ვართ კომპანია, რომელიც ვყიდით წყალს პირობითად თუ ყიდით სასმელს, რომელიც ჯანმრთელობისთვის კარგია, აი მაგ მესიჯებშიც უკვე იკვეთება ხოლმე რა და დღევანდელი გადმოსახედიდან უკვე ამდენ რაღაცა ბევრწლიანი გამოცდილებით მე ეგეთ დასკვნამდე მივედი და პრაქტიკაც მაგას მაჩვენებს რომ ბრენდის სწორად შექმნა, სწორად ჩამოყალიბება, ღირებულებების ჩვენება და მე ამის ჩანერგვა და დაპროგრამება გაყიდვების გუნდის უფრო სწორ ღირებულებებზე აშენებს გუნდსაც და გაყიდვებსაც რა. იმიტომ რომ იციან რას ყიდიან და რატო ყიდიან. იციან რას ყიდიან, რატო ყიდიან, რა მიზანი აქვს ამ გაყიდვას და Wall Street-ის მგელივით არ ხდება გაყიდვები, რომ ოღონდ გაყიდეთ ყველაფრის ფასად რა. ანუ ვინასაც რო გადაიჭრიან და ყველაფერს რო ფასსაც რო დაუკლებენ ოღონდ გეგმაში ასრულონ, აი მაგის მიმართულებით აღარ მიდის რა და მე უფრო ისეთი კლასიკური თემით არ წავიდოდი მანდ რა. იმიტომ რომ დღეს ბრენდებს ბევრად დიდი წონა აქვთ და საქართველოში კიდევ უფრო იზრდება ეგ ბრენდების წონა. იმიტომ რომ ეხლა მე თვითონაც სტუდენტებთან ბევრი შეხება მაქვს და სულ მოკლედ აი სულ ყურში მხვდება რომ აი ის ბრენდი იმიტომ მომწონს რომ რაღაცა აი ამას აკეთებს, ესე ფიქრობს ამ ამბავზე. და ეხლა წარმოიდგინე რომ ეს ყველაფერი მე ქვევით რო ჩაშალო და ჩაინტეგრირო რამდენად დიდი ღირებულებები შეიძლება რომ მოიტანო. ფაქტობრივად ესეთ დაპროგრამებული კარგი ჯარისკაცები ყავს, რომელიც სრულად იზიარებენ შესულისკვეთებას რა. ჩემთვის ეხლა ერთ кейსაც მოვაყოლებ, Amazon-ის თემა იყო, რამდენიმე წლის წინ აპლიკაცია გავაგზავნე Amazon-ში და ტესტიც გავიარე რა. ანუ მაგ ტესტს რო გადიხარ არის ჩვეულებრივი value ტესტი რა, ანუ რა ღირებულებების ტიპი ხარ რა და ბრენდსაც კითხვები არის როგორ 10 მცნება აქვს, ანუ 10 leadership principle აქვს Amazon-ს, რა კითხვაზეც არ უნდა გინდოდეს პასუხის გაცემა, იქ რომ მიდიხარ უეჭველი პოულო პასუხს. და მე მოდიხარ და როგორაც არ უნდა დაგისვან შეკითხვა რა. და ეს ყველაფერი მე ჩემს მეგობრებსაც ვინც ახლა Amazon-ში მუშაობდა, ანუ ბრენდის დონეზე ვკითხე რა, რომ აი ეს ყველაფერი რამდენად არის მაგ ლეველზე რა. პასუხი იყო, რომ ზუსტად აი ეს პრინციპები არის ბრენდის დონეზეც და ზუსტად ეს ყველაფერი, ანუ ეგრე ეძებენ თანამშრომლებსაც, გაყიდვების ტიპებსაც, მარკეტინგის ტიპებსაც, აბსოლუტურად ყველას რა. და ფაქტობრივად იდეალური ინტეგრაცია ხდება მე გაყიდვების გუნდისაც და ყველა ადამიანისაც, როდესაც ეს ღირებულებები არსებობს ბრენდში რა და გონია და ალბათ ბევრი кейსი არის ეგეთი, რომელიც შეგვიძლია მოვიშველიოთ რა, რომ ბრენდი და მე ამას მოყვება გაყიდვები. ამ კითხვას მოყვება, როცა გაყიდვები არ მიდის, ისე როგორც დავგეგმეთ. როგორ აფასებთ? აი პრობლემის წყარო რა არის? ვისი ბრალია, ესე ვთქვათ, ბრენდის, გუნდის, პროდუქტის თუ ბაზარზე არსებული მოთხოვნების?
გააჩნია რომ ქვეყანაში ვიქნებით რა. საქართველოს პირობებში გარემოება ძალიან თამაშობს. ძალიან დიდ როლს თამაშობს რა. ანუ ყველა აბსოლუტურად ლაქშერი პროდუქტი იქნება ეს თუ პირველადი მოხმარების პროდუქტი, ნებისმიერი ძვრა, რყევა, აქცია, განცხადებაც კი, აი საფონდო ბირჟაზე როგორი რყევები ხდება ხოლმე ვიღაცის განცხადებაზე, ჩვენთან იგივე რყევები ხდება პროდუქტის გაყიდვებზე რა. გულწრფელად რო გკითხო, შენი გამოცდილებით, ვის ბრალდება პირველს? გაყიდვების ჩავარდნა. გუნდს რა თქმა უნდა, თვალსახად. ანუ პირველი არის რომ გუნდმა რა გუნდი თავის ხო რა და მე ყოველთვის ვიძახი რომ გუნდის ამბავი არ არის რა. ანუ პირიქით ჯერ გუნდს გვერდში უნდა დაუდგე, ანუ შენ თვითონ უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული რომ შენ გუნდს ყველაფერი ჩადე, გასწავლე, გზა აჩვენე, განავითარე, შანსი მიეცი, შესაძლებლობა მიეცი და თან გაყიდვებში პირველი წელი ყოველთვის ესეთია რა, ნეიტრალური რა, ვერ მიხვდები ეს ტიპი კაია თუ ცუდია რა. მეორე, მესამე წელში მაინც უფრო იხსნება თავდაჯერებულობა ემატება, ანუ არ იბადება ყველა თავდაჯერებული რა. დრო ჭირდება რა ზოგს გახსნას ახლა რა, იმიტომ რომ кейსები უნდა დაუგროვდეს რა. პრობლემურიც, ბედნიერიც, ისეთიც, ასეთიც რა და გუნდს ბრალდება პირველ რიგში, თუმცა საქართველოში ალბათ პირველ რიგში დავიწყებდი სიტუაციით სამწუხაროდ გავლენას ახდენს, ანუ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტებზეც ახლა შეხება მქონდა და დღემდე ახლა სამეგობრო საკმაოდ ფართო მყავს მიმართულებით და იძახიან ციფრები მეტყოლებს ამ ყველაფერზე მარტო მათი თქმა არ კმარა, რომ როგორც კი რამე ძვრები არის, კომენტარებია ისეთი თუ ასეთი, ანუ როგორც კი ადამიანების ბრენდის ამბავი, მოლოდინები ვარდება, კლასიკა არის ხა მარკეტინგში მოლოდინების შექმნა, როგორ შექმნა ზრდის გაყიდვებს, ისე ვარდნა კლებას იწვევს, ზუსტად ეგ ამბავი არის მანდაც და მე უკვე მივდივართ სიღრმეში რა. ეხლა პრიორიტეტულად რო დავალაგოთ, მე როგორ გავაკეთებდი ანალიზს და როგორ ვაკეთებ რა. გარემოება, მე მოდის პროდუქტი ჩემთვის, იმიტომ რომ პირველი შეხება მაინც პროდუქტთან გაქვს ცალსახად, იმიტომ რომ შეიძლება დაშვების დონეზე დაუშვა რომ პროდუქტში ხო არ არის რამე, ან ფასში. ყოფილა ეგეთ кейსებიც. ოღონდ ამას ახლა კი არ ვიძახით რომ კაი ფასი ან ცუდი ფასია რა, ანუ კლიენტებს ვეკითხებით რომ რამეს ხო არ გვირჩევ, რამე ხო არ შევცვალოთ. ყველა რო იძახის რომ რაღაცა ეს ბოლტი არ მომწონს აქ რო აქ და ეს ძვირი ფასია ან ასე შემდეგ, ესე იგი რაღაცა ის არის რა, 10-დან 8 ან 7 რო გეუბნება, რაღაცა გაქვს შესაძლებელი პროდუქტში რა. მაგნაწილში მოკლედ მეორე ალბათ პროდუქტი და რა დაგვრჩა. გუნდით დავიწყეთ. გუნდი 4 იყო ესე მახსოვს. კი, ესე იგი თქვით გუნდი, ბრენდი, პროდუქტი და ბაზარზე არსებული სიტუაცია. ხო, მე ბრენდი ალბათ და ბოლოს გუნდი რა. კი. ბოლოს გუნდი. აი მე ესე უყურებ ამ ამბავს რა და ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემ ბევრ ადამიანთან მუშაობის განმავლობაში ეგეთი გამოცდილება დამიგროვდა, რომ ალბათ გუნდი ყველაზე ბოლოს თუ ხაზგაუსვამ გამოკვეთილად არ ჩანს, რომ გუნდის რომელიმე წევრი რაღაცას არ აკეთებს ისე როგორც საჭირო. ანუ არ აქცევს კლიენტს ყურადღებას ანუ. თუმცა მაგას ძიგებ რა, რომ ეხა კლიენტებთან კომუნიკაციაში რომ შედიხარ და ცოტა ღრმა რისერჩს რო იწყებ კლიენტებში, რო გეუბნება რომ რავი ეს ტელეფონზე არ პასუხობს და მეილს არ პასუხობს პირობითად შეკვეთის გაკეთება რომ მინდა რაღაცაზე, მაგით ხვდები რომ გუნდშია პრობლემა რა, მაგრამ პირველადი ანალიზი იწყება ესე რა და ბოლოს უკვე გუნდი რა. თუ გუნდში შინაგანად დარწმუნებული ხარ, ყველაზე ბოლოს განიხილავ გუნდს რა. ცვლილება ყოველთვის ცუდი გადაწყვეტილება ესე მგონია რა და შენ თუ ყველაფერს აკეთებ რომ გუნდი შესაძლებელი არ გეგხდეს, რა თქმა უნდა, პირველი მაგით დავიწყებდი. გასაგებია. ბოლო დროს ხედავთ რომ ბიზნესი ავთენტურობას ეძებს. შენთვის რას ნიშნავს ავთენტური ბრენდი? თავის თავს ეძებენ. თავის პიროვნებას ეძებენ, იმიტომ რომ ყველა ბრენდი ადამიანად რო გავაანალიზოთ, რაღაც ადამიანს აღვწერდით რა. მაგ ავთენტურობას ეძებენ, იმიტომ რომ საქართველოში არც ბევრი ბრენდი ყავს, რომელსაც თავის პიროვნება აქვს და მაგ თავის თავს ეძებენ რეალურად, თავის გამორკვევაში არიან, რომ ვინ არიან საერთოდ, რისთვის არიან, რატო არიან და რატო ქმნიან იმ ყველაფერს, რასაც ქმნიან რა. და ის ბრენდები, რომლებიც ავთენტურობას ეძებენ,
more-or-less წინ მიდიან, მაგრამ რომლებიც just იმიტომ არიან შექმნილები, რომ რაღაცა ფული წეროს, ჟანრის კლასიკაც ბევრი გვაქვს ესეთი საქართველოში, ეგეთ ბრენდებს ავთენტურობა არ აქვს და ალბათ არც ექნებათ არასდროს რა. ანუ ეგ ავთენტურობა არის ზუსტად პიროვნება, რომ როგორი პიროვნება არის ეს ბრენდი, ხო რა, იმიტომ რომ მე რო რაღაცა მჭირდება, რაღაცა სახელები თავში მომდის რა და თუ შენი პიროვნება არ გაქვს ჩამოყალიბებული ადამიანურადაც რა, არ დაგირეკავ რა, ხა რო ვიცი რომ მაგალითად საინტერესო თემებზე ვიცი რომ ლევანს უნდა დაურეკო, კარგი მოსაუბრეა, ავტომატურად ავთენტურობა შეძენილი გაქვს ჩემ თავში რა, მაგრამ რა ვიცი თორნიკე პირობითად ან ზურას რომელთანაც არ მქონია არანაირი ესეთი კომუნიკაცია, არ მომისმენია მისი პოდკასტისთვის რა, ვერ ვიტყვი რომ ავთენტური ტიპია რა, რაღაცა უნდა მითხრას რა, უნდა დამიჯდეს ერთხელ მელაპარაკოს და მაგზნობინოს რომ მე იმდენად მე ესეთი პიროვნება ვარ რომ ჩემთან საუბარი შეიძლება. ეხლა ეს თუ ადამიანებში შესახდება, ბრენდებში არის ალბათ 10 მაგათ რა. იმიტომ რომ აქ ან მეგობრობთ, ან არ მეგობრობთ რა, მორჩა ეხლა არ ვარ ვალდებული და ბრენდთან რაღაცა ვალდებულებები გვაქვს რა, შეიძლება მარტო ამას გქონდეს ეს პროდუქტი და სხვა გზა არ მქონდეს რა და აი მაგ პიროვნების ჩამოყალიბებაში და ძებნაში არის ძალიან ბევრი ბრენდი საქართველოში რა. ისე რომ თვითონაც ჯერ ვერ ხვდებიან და რომც უთხრა რომ ეს გაქვს გასაკეთებელი, ან ეს გაქვს მოსაძებნი, ან ეს გაქვს ჩამოსაყალიბებელი, ვერ ხვდებიან სადაც რაში ჭირდებათ რა. გონიათ რომ ეს ფორმულა ესე მუშაობს. ხო, ან ფორმულა ხო მუშაობდა აქამდე და ეხლა რა ხდება რა და აი როგორც გაიხედა მსოფლიო ბაზარზე და სხვა ქვეყნებში, იქ უკვე აღმოაჩენ რომ ვიღაცები კარგად მყარად დგანან რა და პიროვნებები არიან, რაც დასრული ტიპები არიან უკვე რა და ბევრ კომპანიას ეგაკლია რა და ხშირადაც ესე რომ მოუმართავთ რომ აი რას გვირჩევ, ან აი შე როგორ შეაფასებდი, ეგ პასუხი მაქვს რა, რომ ჯერ თქვენ თვითონ ჩამოყალიბდით პიროვნულად, თქვენ თვითონ ვინ გინდათ რომ იყოს ეს ბრენდი. და მე ჩამოყალიბეთ ეს ბრენდი რა, მანამდე აზრი არ აქვს რა. მე რაც არ უნდა გირჩიოთ, რაც არ უნდა გითხრათ რომ აი ეს გაქვს შესაძლებელი, ან ეს გაქვს გასაკეთებელი, ან ამას დავაკორექტირებდი, თქვენ უნდა მითხრათ რა გჭირდებათ, რომ გამოვაცხოთ აქედან რა. მე გეტყვი ინგრედიენტებს, რომ აი ეს არის ამის ინგრედიენტები, მაგრამ შენ თუ გინდა რომ გააკეთო ნამცხვარი, გააკეთებ ნამცხვარს, თუ გინდა რომ გააკეთო ჩაკაფული, გააკეთებ ჩაკაფულს რა. აი მაგის ძებნაში ალბათ ყველა რომ პიროვნებად აი ჩამოყალიბდნენ როგორც ბრენდი, როგორები არიან რა. რაც პირველ რიგში თვითონ აქ აქვს გასაზრდებელი სულ ყველას. გიორგი, რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. შენ გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდი ქართულ მეწარმეებს, ეს ერთი, რომელსაც პროდუქტი უკვე აქვს, მაგრამ არ იცის როგორ უნდა გაყიდოს. თავხედები და თამამები იყვნენ საქმიანობაში. და დაივიწყონ დევნა წვრილმანების. იმიტომ რომ ბევრ ქართულ კომპანიას სამწუხაროდ ეგ სენი აქვს. წვრილმანებში რას გულისხმობ? აი მეწვრილმანეობა რაღაცა ისეთ დეტალებში ჩასვლა, რომელშიც არ არის საერთოდ საჭირო რომ ჩადიოდეს ადამიანი, რომელიც რაღაცა გრძელვადიან განვითარებაზე ფიქრობს რა. ანუ მეწარმეები ვინც ყავს და ვინც რაღაცა პროდუქტებს ქმნიან, ყველასთვის არის რაღაცა წერტილმძიმეზე დევნა იციან ხოლმე რა სამწუხაროდ რა და ფანტასტიკური თაობაა ახალგაზრდა თაობაზე მაქვს. თავხედებიც არიან, კარგი გაგებით თავხედები, ძალიან კრეატიულები არიან და მგონია რომ მოდი შენ პროდუქტის განვითარებას მიხედე. ამ ნაწილს ეს თაობა ფანტასტიკურად გააკეთებს რა. იმდენად გააჰაიპებენ და იმდენად გააპოპულარულებენ შენ პროდუქტს, შევა შენ თუ ვერც გაიგო რა და მოდი რა ნუ დაბლოკავთ ხალხს, რომელიც კარგად აზროვნებს, კარგად ფიქრობს, მიეცის საშუალება რომ TikTok-იც აკეთონ, ცოტა გაერთონ კიდევაც, არაფერიც აკეთონ ოფისში, იმიტომ რომ მაგ მნიშვნელოვანი კომპონენტია და ეცადე რომ მოდუნდე შენ თვითონ რაღაცა საკითხებში და მთელი აქცენტი გადმოიტანო აქეთა მხარეს რა. წარმოებაზე, პროდუქტის განვითარებაზე, ახალი პროდუქტების შექმნაზე. დანარჩენს უთხარი რომ აჰა, აი ეს არის პროდუქტი და ეხლა თქვენ მიხედეთ, როგორ გავყიდოთ, როგორ განვავითაროთ, როგორ შევბუთოთ, იმისთვის რომ მაგალითად ამ აუდიტორიას მოეწონოს რა. ფანტასტიკურად აკეთებენ. მით უმეტეს ეხლა მე თვითონაც სტრატეგიულ ბრენდინგის საგანს რო ვკითხულობ, ძირითადად სულ ახალი პროდუქტების შექმნაზე ვლაპარაკობთ და ვიცი, ფანტასტიკური პროდუქტები აქვს საერთოდ შექმნილი და მე თვითონაც ახლა არაერთ კომპანიასთან მქონია ინიციატივა რომ მაგალითად აი ესეთი ბრენდი შექმნეს
და მოდი შეხვდით დაელაპარაკეთ რა, იმიტომ რომ ძალიან ამბიციური ბრენდია, საინტერესო ბრენდია და განავითარეთ ერთად რა. ტესტი ჩაატარეთ, იქნება და ამართლებს რა ეს ამბავი. სხვანაირად ფიქრობენ რა და სხვანაირად მუშაობთ საკომუნიკაციო ტვინი ამ ნაწილში და უნდა მისცენ შესაძლებლობა რა. ფოკუსირება შენ საქმეზე, რაც კარგად იცი, ამათ მარიციან მაგალითად პროდუქტის შექმნა, მაგრამ იციან მე ეს ყველაფერი როგორ მიიტანონ ბაზრამდე რა. ზუსტად იციან სად ელაპარაკონ და როგორ ყველაფერი რა. ან სულ პირველ კურსზე იყო სტუდენტი, აი ზუსტად იცის პოტენციურად სად იქნება მისი სამიზნე აუდიტორია რა. შენ აკეთე შენი პროდუქტი, თვითონ გიკარნახებენ დანარჩენ ნაწილს რა და მაგ თავისუფლებას თუ მისცემენ და არ ჩაერევიან ზედმეტად და პროდუქტის განვითარებაზე იქნებიან ორიენტირებულები უფრო მეტად, ბევრად მეტი წარმატების მიღწევა შეუძლიათ რა. მით უმეტეს მურჩა ისე რა, რომ ჩემი აუდიტორია არის მარტო 45 წლის ტიპი რა. საერთოდ აღარ არის 45 წლის ტიპი. აბსოლუტურად ყველა შენი აუდიტორია რა. ამასაც ელაპარაკები და იმასაც და დღეს 25 წლის ადამიანსაც შეიძლება შვენიერი ისეთ შემოსავალი კონდეს, რომ ასეთი პროდუქტიც იყიდოს და ისეთი პროდუქტიც რა. ნუ ეგ რაღაცა ბარიერები და სეგმენტაციის კომპონენტები, რაც კლასიკაში ვისწავლეთ, ძალიან დარღვეულია დღეს რა და თავარი თემა არის მიეცი, მოატესტინე, არ იმუშავებს TikTok-ი, თვითონო გეტყვის, არ იმუშავა TikTok-ი გადავაგდეთ, აგერ Instagram-ზე შევიბერავთ ახლა რა. ნუ მიეკარები რა. რაც არიცი და რაც შენი სპორტი არ არის, ნუ შეეხები, აი ეგ არის თელი რეკომენდაცია და მთელი მუღამი რა და ნურც მოუყვებით როგორ უნდა ყიდდნენ პროდუქტს. შენ მოუყვები კარგი რა აქ ამ პროდუქტს და მე იმას როგორ შეფუთავენ. თვითონ ძალიან კარგად იციან რა და შენ რომ მოუყვები რომ აი ხა მე ამას ვიზავდი, იმას ვიზავდი, არ აინტერესებს ამ ხალხს რა. თავის ფორმულები აქვს, თავისი მცდელობები აქვს, თვითონ გააკეთებენ რა და აი მაგას გულისხმობ მეწრულ მანეობაში რომ იქ არ გინდა რა. არ არის რა ეს შენი ტერიტორია, შენი მოედანი. თუ ხედავ რომ იმ ფიქრით არ ხარ შენს და ეგეთი არ ხარ, შეეშვი რა. დროის ამბავია. ბრენდები რომლებიც მაგ შეცდომებს დაუშვებენ, გრძელვადიან პერსპექტივაში სხვები მაგრა ჩაყალაპავენ რა და უკვე დაწყებულია აქ პროცესი თან ბევრი ისეთი აი საინტერესო cool ბრენდებს რასაც ვეძახით და შორს რო იხედებიან დროის და ფინანსური რესურსების თემა, როდის ჩაყალაპავენ დიდ ბრენდებს რა. აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ისინი თაობაში დებენ ინვესტიციას რა, ზეგინდელ თაობაში დებენ, რომელიც გაიზრდება და აუცილებლად მოხდება ეგ ყველაფერი და სოფლიო პრაქტიკაშიც გვაქვს ეგეთი თან ალკოჰოლის ინდუსტრიაში ერთ-ერთი კატეგორიაა საერთოდ ეგეთი, რომელიც დაბერდა და სერიოზული რეცესია აქვს, ვარდნა აქვს კატასტროფული რა. იმიტომ იმიტომ რომ ჩემი სეგმენტი არის 45 წლის ესეთი ტიპი, რომელიც ამას აკეთებს და კი ბატონო, მადლობა და აგერ 23 წლის და 22 წლის ტიპები გაიზარდნენ, რომლებიც ალკოჰოლს ყიდულობდნენ და შენ არც კი გიყურებენ ზედ რა. რეკლამაში და არ ვარ ჩამოთვალოს, არ ჩამოვთვლი ალკოჰოლურ ბრენდებს, მაგრამ ყიდულობენ ისეთი mass market, fun საინტერესო ახალგაზრდულ ბრენდებს, რომლებიც პატივს ცემენ რა ფესტივალებზე ხვდებათ და ასე შემდეგ რა. შენ აღარ აინტერესებ უკვე რა, იმიტომ რომ დააგვიანე. დააბერე შენივე სეგმენტი რა და რაც უფრო მეტად მეწარმე ეგეთი თემისკენ არის მიდრეკილი რომ აი რაღაცა ჩარჩოებში ზის, მით უფრო მეტად კვდებიან ესენიც რა და დაშალეთ ეგ აშენებული ქვაკუთხედები და კედლები, რომლებიც გაქვთ ამოშენებული რა. აუცილებლად დაგჭირდებათ ფრთების გაშლა რა და ამათ გარეშე ვერ გაშლით, გამორიცხულია რა და ალბათ ეგ არის შეჯამება და ესე რომ ვთქვათ, მთავარი რჩევა დღევანდელი ბევრი მეწარმის. გიორგი, მადლობა. მადლობა პირიქით. ძალიან საინტერესო გამოვიდა და თან ინფორმატიული მეც ბევრი რაღაც გავიგე, დარწმუნებული რომ ჩვენი მაყურებლების და მსმენელებისთვის ძალიან გამოსადეგი პოდკასტი იქნება. სასიამოვნო იყო, გაგვიხარდება ფიდბექის გაზიარება, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც და მადლობა მოწვევისთვის, რაც მთავარია. ჩვენ კამით დავასრულეთ გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, Radio Jeeps YouTube არხი. ნახვამდის.